ყველას მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის და მოგესალმებით. და ეს არის როგორც იცით, აზროვნების აკადემიის საუბრების ციკლი პიროვნება და მეტამორფოზა და დღეს მე გავუძღვები ლექციას ასეთ თემაზე, ნათლია პიროვნების მეტამორფოზა. აზროვნების აკადემიას დაახლოებით 2 წლის წინ გაკეთებული ჰქონდა დიდი მასშტაბური ღონისძიება, ნაფიქრალი, რომლის თემაც იყო მეტამორფოზა. მაშინ მე მივიღე მონაწილეობა და ასე ვთქვათ, ჩემი ნაფიქრალი წარმოვადგინე პირად მეტამორფოზასთან დაკავშირებით. და როდესაც ამ საუბრების ციკლის ფარგლებში შემომთავაზეს, რომ ლექცია წამეკითხა, გადავწყვიტე, რომ ამერჩია ლიტერატურიდან და კინოდან პერსონაჟი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო არის, აი პიროვნული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, რომელთანაც რაღაც გარკვეულ სიახლოვეს პოულობდა, ერთგვარი თვით იდენტიფიკაცია შემეძლია. ეხლა ასეთი ვინც ამოვირჩია, ეს არის ასათვის ცნობილი ფილმიდან, ასევე წიგნიდან პერსონაჟი მაიკ კორლეონე. ეხლა თავდაპირველად შეიძლება აქ ცოტა უცნაურო გამოიწვიოს, რომ ეხლა რა ნათესაობა უნდა იპოვო და რა თვით იდენტიფიკაცია მოახდინო, ხო? ის ადამიანი სხვა საქმით იყო დაკავებული, სხვა ბიზნესით, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში და შენ რადიკალურად განსხვავებული ხარ. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის პირადად აქ განსაკუთრებით საინტერესო და ახლობელი არის ჩუმი ძალის საკითხი. ან ასე ვთქვათ, დაფარული ძალის საკითხი და კიდევ ტრანსფორმაციის მომენტი. ხა ტრანსფორმაციაში რას გულისხმობ? აი მაიკ კორლეონეს თავდაპირველად თავისი გარშემოყოფები, ოჯახის წევრები და ასევე გარშემოყოფებით არასათანადოდ აფასებენ. ვერ იგებენ ამ კაცში რა არის დაფარული და დამალული და თავისი უფროსი ძმა სონი ერთგან ასე მოიხსენიებს, რომ ის არის nice college boy, ანუ კარგი კოლეჯის ბიჭი, ხო? და მე როგორ ხდება ამისი განვითარება, მეტამორფოზა თუ ტრანსფორმაცია? კარგი კოლეჯის ბიჭიდან ომის გმირამდე, იმიტომ რომ ომში ჰქონდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიღებული და ის ამისი ჯილდოებიც აღებული რამის გმირობის ტოლფასი იყო და შემდეგ უკვე გმირობიდან როგორ ხდება მაფიის მეთაური. აი ეს განსაკუთრებით საინტერესოა. ის პიროვნების მეტამორფოზის, პიროვნული მეტამორფოზის ჭრილში რომ შევხედოთ, ჩემთვის პირადად შესავლის სახით ვიტყოდი, რომ აი რაღაცა წლების წინ უფრო ჩემი წარსული მესთვის, აი უფრო საინტერესო და სიმპათიას ვინც აღძრავდა, ეს მაიკლი იყო, რომ მეტ იმას პოულობდი, ასე ვთქვათ, მეტად მესმოდა. ხოლმე აი გამომდინარე ის აი სტრატეგიული მომენტიდან გამომდინარე, თავისი ჩუმიდან გამომდინარე, გონიერებიდან გამომდინარე და მე ჩემ მეტამორფოზასთან თუ ტრანსფორმაციასთან ერთად უფრო მეტ სიმპათიას ჩემში ვინც აღძრავს და საერთოდ ვისთანაც პოულობ, ეს არის უკვე ამისი მამა ვიტო და ვიტოს ამბავი, ვიტო კორლეონეს ამბავი საერთოდ სხვა ამბავი, ანუ ვიტოს ამბავი არის რაღაცა სტრატეგიული გონიერების ამბავი, არამედ ეს არის ისტორია კაცისა, რომელსაც ფაქტობრივად ყველა ამოუწყდა მთელი ოჯახი, პატარა ბავშვი 9 წლის ასაკში აღმოჩნდა ახალ კონტინენტზე, ახალ ქვეყანაში, სამყაროში, ამერიკაში და იქ ამ ადამიანმა ამ ამერიკაში შექმნა ოჯახი და შექმნა ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესიც და ამიტომ ჩემთვის ამ კაცის ისტორია არის შემოქმედის ისტორია და თან ამ ძალადობისა და შურისძიების მომენტების მიუხედავად ეს კაცი არის სითბო და სიყვარული. ამ სითბოსა და სიყვარულს იმსახურებს და აი ეხლა რომ ვუყურებ გადმოსახედი, კიდევ ერთხელ მეტ სიმპათიას აღძრავს ეს მისი შემოქმედებითობა, მისი ეს სითბოს თუ სიყვარულის მომენტი. ეხლა რომ შევეხოთ ზოგადად აი ამ თვითონ ფილმს და წიგნს, ხო? აი ეს ფილმი გადაღებული არის მარიო პიუსოს ცნობილი რომანის მიხედვით, ნათლია. სხვა რომანიც აქვს მას სიცილიელი და სხვათა შორის ესეც ინტეგრირებული არის ამ ფილმში, აი მეორე ნაწილში, როცა ვიტოს ისტორია არის გადმოცემული. და ეხლა მოდი ფილმებს შევეხოთ, იმიტომ რომ მეც დღეს ჩემს საუბარში უფრო ყურადღების ცენტრში ფილმს მოვაქცევ სამ ნაწილს, ანუ 3 ნაწილისგან შედგება, ეს არის ტრილოგია და არ ვიცი ალბათ სოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფილმები ეს და განსაკუთრებით ამ ტრილოგიის პირველი და მეორე ნაწილი საყოველთაოდ აღიარებული. ეხლა პირველი ნაწილი გამოვიდა 1972 წელს, 70-იანი წლებია და თვითონ კინოშიც ეს გარდამტეხი იყო რა, ძალიან დიდი ღირებულება აქვს წმინდა კინემატოგრაფიული თვალსაზრისით. მეორე ნაწილი 2 წელიწადში უერთდება 74 წელს და რაც შეეხება მესამეს, ის უკვე 90-იან წლებში გამოდის, საკუთრივ 1990 წელს. ეხლა ეს განსაკუთრებით პირველი 2 ნაწილი ის შემთხვევა, როდესაც ფილმი და ფილმები იმსახურებს არამხოლოდ კრიტიკოსთა უდიდეს აღიარებას და მაღალ შეფასებებს, საუკეთესო ბრწყინვალეს შეფასებებს, არამედ მაყურებელსაც ღრმად ახბეჭდავს, ღრმად გაიტაცებს და ასე ვთქვათ, ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს. ეხლა ფილმი გამორჩეულია არა მარტო თავისი შინაარსით, რითიც გიზიდავს, არამედ რომ ავიღოთ წმინდა ტექნიკური თვალსაზრისითაც რაღაცა კინემატოგრაფიული შედევრია რა. და ეხლა აქ მე
მოვიტანე, გადავწყვიტე ყურადღება გამომახვილებინა საკვანძო სცენებზე რამდენიმესე და რა თქმა უნდა მე ისე ვერ დავტოვებდი რომ არ შევხებოდი ამ ფილმის გამხსნელ სცენას. სხვათა შორის ამას წინა თქონდა ასეთი მომენტი. რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და მასთან ვსაუბრობდი და მან ახსენა ამერიკული კინო და მე ვკითხე რა აი თქვენი საყვარელი სცენა ასე ვთქვათ ამერიკული კინოდან და აი ეს ნათლიას გამხსნელი სცენაო და აი როგორი სცენაა მართლაც საოცარია ჯერ მუსიკა შემოდის მე არის სულ სიბნელე და სიბნელეში ისმის ხმა და ეს ხმა არის ხმადავალი ხმა არის ცოტათი მოგუდულიც არის და უფრო ღრმა სიხშირეების ხმა არის და პირველი წინადადება ამას უნდა დავაკვირდეთ ეს პირველი წინადადება არის რომ I believe in America მე მჯერა ამერიკის სიბნელე იყო და პირველივე წინადადება არის ასეთი რომ I believe in America მე მჯერა ამერიკის მე გამოიკვეთება ამ კაცის სახე ეს არის ბონასერა თვითონ წარმოშობითაც იტალიიდან არის სიცილიიდან და აი სიბნელეში ამის სახე და ეხლა რას ყვება აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას რომ მე ამერიკა მომცა კეთილდღეობა და მე ჩემი შვილებით ამერიკული სტილის მიხედვით ავღზარდი და მე მათ მივეცი თავისუფლება. საერთოდ ეს თავისუფლება არის ამერიკული ღირებულება, რასაც ახსენებს ფრიდა, მაგრამ ჩემ შვილს უშვილებს ასეთი რამე უთხარი, რომ მათ ოჯახი არ შეერცხვინათ, ოჯახისთვის პატივი არ აეხადათ და აქ ორი საკვანძო ცნება არის. ერთი მხრივ არის freedom თავისუფლება, რაც ასოცირდება ამერიკასთან და მეორე მხრივ არის პატივი. აი ქართველები კიდევ ნამუსით შეიძლება ითქვას, შენი ღირსება, რომელიც უნდა დაიცვა და ეს არის წმინდა იტალიური და საკუთრივ სიცილიური ღირებულება. რაც ამათვის არის გადამწყვეტი. ეხლა ეს კაცი განაგრძობს თხრობას ბონასერა და ამბობს, ეხლა მეც განვაგრძობ ასე ვთქვათ, მე მომყვები. ქალიშვილი მყავდაო და ჩემმა ქალიშვილმა აქ ამერიკაში გაიჩინა შეყვარებული. ნუ ამ შეყვარებულთან ერთად ის დადიოდა, სახლში გვიანღამით ბრუნდებოდა და მე ამის უფლებას ვაძლევდი, იმიტომ რომ მე ის ამერიკული წესით მყავს, ხო აღზრდილი. მაგრამ მუდმივად ვეუბნებოდი, რომ შენი ოჯახი არ შეარცხვინო, ასე ვთქვათ. და მე რა ხდება? ერთხელაც ჩემი ქალიშვილი თავისმა შეყვარებულმა დაპატიჟა, სადღაც ქალაქგარეთ დაპატიჟა. იქვე ამათ კიდევ სხვა ბიჭი შეუერთდა. რაღაც ამათმა ზედმეტი დაახლოება მოინდომეს და ეს კაცი სიამაყით იტყვის, რომ ჩემმა ქალიშვილმა დაიცვა პატივი, დაიცვა თავისი ღირსება. ეს არის გადამწყვეტი ღირებულება საერთოდ ამ სამყაროში, სიცილიურ კულტურაში და თვითონ ამ მაფიაში, აი ღირსება და პატივი. ეხლა მე რა ხდება? ამ ორმა ადამიანმა იძალა და ამის ქალიშვილზე და ის განაგრძობს თხრობას. მე როგორც ესე იგი პატიოსანი მოქალაქე, ამერიკელი მოქალაქე უკვე თავის თავს ინტეგრირებულად მიიჩნევს, მივადექი პოლიციას. ამ პოლიციას მივადექი, შემდეგ გაიმართა სასამართლო, მაგრამ სასამართლოს განაჩენით მე უკმაყოფილო ვარ და სასამართლოში პროცესის ბოლოს მე ისე ვიდექი როგორც სულელი. იმიტომ რომ არ იყო სამართლიანი განაჩენი და ის ორი რომელმაც ჩემო ქალიშვილზე იძალადეს და დაამახინჯეს ჩემი ქალიშვილი მე პირში მიცინოდა და აი აქ მე ჩემცოლს ვუთხარი რომ ჩვენ უნდა მივიდეთ დონ კორლეონესთან. ეხლა აქ საზრისი რა არის? ესე იგი ამერიკული ღირებულება, თავისუფლება, ამათი ღირსება, პატივი ახადეს, ამერიკისგან ვერ მიიღო ის სამართლიანობა, რასაც ის ეძებს და ამის გამო აკითხავს ალტერნატიულ სამართლიანობის შუქურას. და ეს არის ამ შემთხვევაში დონ კორლეონე. იმ სიცილიურ იმას უბრუნდება კორლეონესთან მოდის. ძალიან საინტერესოა. ანუ უკვე სამართლიანობისთვის მოდის კორლეონესთან. და ეხლა ამის პოზიციაც გამოიკვეთება, რომ შენ ჩემგან რა სიტყვა. და ეს ყურში ეტყვის, რომ მე მინდა, რომ აი ისინი ჩემი ქალიშვილის პატივის ამხდელები დაისაჯნონ და მოკლედ მე მინდა მათი სიკვდილი. კორლეონე ამაზე და ამის სანაცვლოდ მე ყველაფერს გაგიკეთებ. და ეს თავაზობს ბონასერა დონ კორლეონეს ფულს. და ეხლა აქ ყველაზე საინტერესო არის კორლეონეს რეაქცია. არა, ეს მიუღებელია შენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ შენი დამოკიდებულება ჩემდამი არის უპატივცემულო დამოკიდებულება. შენ აქამდე ჩემთან დისტანციაზე იყავი, ჩემთან არ მეგობრობდი, ჩემთან სტუმრად არ მოდიოდი, შენ სტუმრად არ მეპატიჟებოდი. და ეხლა მოხვედი და გინდა რომ აი შენი ქალიშვილის პატივ ამხდელები მე დავსაჯო ასე ვთქვათ სიკვდილი და ჩვენ კოლელები და ქილერები არა ვართ. ეს პოზიცია თავარი რა არის და რა პრეტენზიას აყენებს ასე ვთქვათ ეს კორლეონე რომ შენ ჩემთან მოხვედი მეგობრულად არ მოსუხარ ხარ და პატივისცემი და უბრალოდ ფულს მთავაზობ იმის სანაცვლოდ რომ მე მკვლელობა ჩავიდინო. აქ შემოდის ახალი ღირებულება და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ხო იყო თავისუფლება, სამართლიანობა, კორლეონეს პირით ჟღერდება მეგობრობა და საერთოდ ეს მაფიოზური სტრუქტურები ისეთ ღირებულებებს ემყარებიან როგორც არის ოჯახი, მეგობრობა. მე შენ ამას გიკეთებ მეგობრობის სახელით, ოჯახის სახელით და კორლეონე ეტყვის ასეთ რაღაცას რომ
ჩვენ ვიმეგობროთ, შენაირი კაცი რო ჩემი მეგობარი ყოფილიყო, შენი მტერიც ჩემი მტერი იქნებოდა და იქ პოლიციაში წასვლა არც დაგჭირდებოდა და ისინი შენი ქალიშვილის პატევის ამხდელები დაიჯებოდნენ ამ საქციელისთვის. მე შენ ახლა არც ფულს და არაფერს არ მოგთხოვ, ამას მეგობრულად გაგიკეთებ, მაგრამ თავის დროზე მე შენთან მოვალ და რაღაცა სამსახურის შესრულება იქნება საჭირო. ეხლა ამითი კორლეონემ ასე ვთქვათ, რა განზომილებაში გადაიტანა მთელი მათი ურთიერთობა და კომუნიკაცია. გადაიტანა არა ისეთ განზომილებაში, რომ შენ მე რაღაცას მთხოვ, სანაცვლოდ ფულს იძლევი და მე ვარ შენი მომსახურე. არამედ გადაიტანა მეგობრობის განზომილებაში. და უბრალოდ მას ეხლა ჩვენც რო ღრმა დაუკვირდეთ, ამის სანაცვლოდ, მკვლელობის სანაცვლოდ, რომ ფულია ეხო, ის ბონუსერა, ვინც მასთან თხოვნით მივიდა. იცით რა, თავს მისთანასწორად ჩათვლიდა, იმიტომ რომ მე შენ ფული მოგეცი, შენ ფული აიღე და შემისრულე ეს დავალება, მაგრამ ამას რო შემოგ მეგობრობის ღირებულება, ეს კორლეონე და ეს არის მაფიოზური მენტალიტეტი, თავის თავს იყენებს აღმატებულ მდგომარეობაში, ერთგვარ ღვთაებრივ მდგომარეობაში და რაც შეეხება ბონუსერას, მას აყენებს მორჩილებაში, უპირობო მორჩილებაში და ქმნის ისეთ ატმოსფეროს, ან ისეთ ილუზიას, თუ შეიძლება ითქვას, რომ შენ სუსტი უმწეო კაცი, ჩემთან მოდიხარ ყოველ შემცვლესთან, რომელსაც სახელად Godfather მოთხრობ თარგმნით, მაგრამ Godfather-ში God ღმერთი ცურევია. მე ღმერთივით ვარ ყოველ შემძლე ადამიანი. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, შენ არაფერი არ გაგიჭირდება და შენ სამართლიანობას ყოველთვის იპოვე და შენთვის მე ვარ სამართლიანობის გარანტია, ასე ვთქვათ. ეს მეგობრობა თუ ოჯახი არის ხოლმე ამ მაფიოზურ სტრუქტურებში ერთგვარი ფასადი და მათ შორის ტყუილისა და манипуляციის საშუალება იმისთვის, რათა ადამიანი დაიმორჩილო, დაიქვემდება, რომ უპირობო მორჩილებაში ამყოფა და შენი თავი აღმატებულ პოზიციაში მოაქციო. კიდევ ერთხელ აქ რო ანგარიში ფულით გასწორებული იყო, ეს თანასწორი ის იქნებოდა, თანასწორი ვაჭრობა იქნებოდა, ასე ვთქვათ, გაცვლა-გამოცვლა. აქ უკვე სხვა თამაში მიდის. ეს ექცევა მაღალ ღვთაებრივ პოზიციაში, ეს კი დაბალ პოზიციაში და ვითომ ეს ხდება მაღალი ღირებულების მეგობრობის ქვეშ. აი ეს გამხსნელი სცენა ძალიან საინტერესოა და იმას გვაჩვენებს, რომ ეს ფილმი არის არა რაღაცა კონკრეტულად რაღაც ტრაგიკული პერსონაჟების და მათი მეტამორფოზების შესახებ, არამედ ფილმს აქვს ძალიან ბევრი შრე. ეს ფილმი არის ამერიკის შესახებ, ფილმი არის ევროპის შესახებ, იტალიის შესახებ, სიცილიური კულტურის და გაგების შესახებ, ორი სამყაროს შესახებ, რასაც ქვია აი ამერიკა, რასაც ქვია მათი სიცილია, თანამედროვეობისა და არქაულობის შესახებ. ფილმი არის აი დემოკრატიული სახელმწიფოსა და მაფიოზური სტრუქტურების შესახებ, აი პატრიარქალური სტრუქტურების შესახებ, ამ მასკულინობის, ხო, მამაკაცურობის შესახებ. და ფილმშიც პირველ ნაწილში, მეორეში, მესამეში იმდენად არა, პერსპექტივა არის სრულიად მამაკაცური პერსპექტივა. კიდევ შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ცხადია მაფიის შესახებაც არის, ფილმი არის იდენტობის შესახებ, ფილმი არის ემიგრაციის შესახებ და ემიგრანტების ისტორია, არის მათი ინტეგრაციის ისტორიაც არის მოთხრობილი. და ასევე ღირებულებების შესახებაც არის, ისეთი ღირებულებების შესახებ, როგორიც არის აი იგივე თავისუფლება, აქ პატივი და ღირსება ვახსენე და ასე შემდეგ. და ამგვარად არის უკიდურესად შეიძლება ითქვას, რომ მრავალშრიანი და აი მრავალგვარი განმარტების შესაძლებლობებს იძლევა. ეხლა რადგან მე ასეთი აქცენტი გავაკეთე ამ ფილმის გამხსნელ სცენაზე, ფიქრობდი, რომ ის ფილმის პერსონაჟებს, ვერცერთ პერსონაჟს და თვითონ ფილმს ვერ გავიგებ, თუ არ ვიცით საერთოდ აი მაფიის ფენომენი, აი სამყარო არის, ის სტრუქტურა, იმას უნდა იცნობდე, ხო? და მაგასაც მე მინდა რომ ძალიან მოკლედ შევეხო, ესენი რას ეფუძნებიან იგივე ისტორიულად თუ იდეოლოგიურად. შეიძლება ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სიტყვა მაფიოზი და მაფია, აი სხვადასხვანაირი ეტიმოლოგიები არსებობს, ჟელობენ საიდან წარმოიშვა, მაგრამ ერთ-ერთი აღიარებული და ყველაზე გავრცელებული არის, რომ მე-19 საუკუნის სიცილიაში, სიცილიურ ენაში, ენა არის სიცილიური თუ დიალექტი, კიდევ საკითხავი იყო ფასრები. არსებობდა ასეთი სიტყვა მაფიოზო. ეს მაფიოზო ითქმებოდა ხოლმე კაცებზე და კაცზე, რომელიც არის ამაყი, ასე ვთქვათ, კაცი, რომელიც არის ესეთი ქედმაღალი, უშიშარი, გამბედავი და მამაცი კაცია. და რომელიც არ ეპოვება, ასე ვთქვათ, არაფერს და აი ასეთი კაცი ჩვენ თუ დავაკვირდებით, იყო სწორედ ეს ვიტო კორლეონე და მის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ვიტოს ისტორია როგორია? აი მე თქვენ ამას გაგახსენებთ და დაგანახებთ, რომ აი თავდაპირველ თავის ძირებში ეს არის სწორედ მაფიოზის განსახიერება.
ესე იგი, ისინი ცხოვრობდნენ სიცილიის ერთ-ერთ სოფელში და ვიტო კორლეონეს მამას რაღაც დაჩაგვრა მოუნდომა ადგილობრივმა მაფიოზმა. თვითონ ეს ვიტოს მამა მაფიოზი არ ყოფილა. ეს კაცი ამას არ შეეპოვა, იმიტომ რომ ეს არის, როგორც ვთქვა, მამაცი უშიშარი კაცი და არ შეეპოვა და ამის გამო ის ემსხვერპლება ამ მაფიოზს. შემდეგ უკვე ხდება რა, რომ ის სიცილიაში ხო არის მთავარი პრინციპი, ასე ვთქვათ, ვენდეტა შურისძიება და მისმა შვილმა დაიფიცა, რომ თავის მხრივ ამ მაფიოზის შურს იძიებდა და მერე თავის მამის დაკრძალვაზე თავად შვილსაც კი შეიწირავენ და მოკლავენ. ეს იყო ვიტოს უფროსი ძმა. მერე დედამისი მიდის ამ ადგილობრივ მაფიოზთან და შეუედრებს თავის შვილს უმცროს შვილს და თხოვს, რომ აი იქნებ ის მაინც არ გახდეს მსხვერპლი და ეს მოერძია ეს მაფიოზი და ამიტომ დედამისი გადაეფარება ვიტოს და ასე ვთქვათ დედა შეეწირება მის ნაცვლად და მერე ამ ვიტოს პატარა ბავშვს, ასე ვთქვათ, იქ ადგილობრივების დახმარებით, სიცილიელების დახმარებით გააპარებენ, გააქცევენ რა ამერიკაში და თავს ამოყობს ნიუ-იორკში და იქ რო კადრი გავიხსენოთ, ეს ნაცვლის მეორე ნაწილშია გადმოცემული, როგორ შედის ხო ის გემი და რა იკვეთება, იქაც თავისუფლების ქანდაკება იკვეთება და თავისუფლება. ეს ბავშვი 9 წლის იყო დაახლოებით, სრულად მარტო მთელი ოჯახი ამოწყვეტილი ყავს, ჩავიდა იქ და იქ ეკითხებიან საზღვარზე, ასე ვთქვათ, პოლიცია გვარს და ამათი ნამდვილი გვარი ანდოლინი იყო, მაგრამ ის არ ჩაუწერეს. ჩაუწერეს იმ სოფლის დასახელება გვარად, საიდანაც ის მოვიდა კორლეონე და მგონი ეს ძალიან ღრმად არის დაკავშირებული თავის ძირებთან და მისი ისტორიაც ასეთი ისტორია, მთელი ამ ოჯახის ისტორია ეს მნიშვნელოვანი რომ ეს არის ხალხი, რომლებიც თავს არ ისულელებენ და ერთგან პირდაპირ იძახის ეს დონი მაიკლთან და საუბარში რომ მე რა იყო, მე არ მწხვენია ჩემი საქციელის, რომ მე რას ვაკეთებდი, უბრალოდ მე უარი ვთქვი იმაზე რომ ყოფილიყავი სულელი და უარი ვთქვი იმაზე რომ მიცეკვა სხვების დაკრულზე, ასე ვთქვათ. ეს ასეთი კაცია და თავის მხრივ ეს კიდევ ერთხელ დასაწყისში არ ყოფილა, ასე ვთქვათ, რაღაც კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული არც მამამისი. იძულებულები ხდებიან და მე ეხლა ამასაც პარალელს გავავლებ. იმედია თქვენ სიუჟეტი გახსოვთ, მაგრამ მეტნაკლებად მე გასაგებად ვყვები. როდესაც ის ჩამოდის ნიუ-იორკში, ხო, ახალგაზრდა კაცია, თავისი ცდილობს რაღაც ცხოვრების აწყობას და პატიოსანშრომას ეწევა, ახლა თუ გახსოვთ, სადაც მაღაზიაში მუშაობს და მგონი პროდუქტების გადაზიდვით არის დაკავებული. ერთ დღესაც ამასთან მაღაზიაში შემოდის იქაური ადგილობრივი ასე სიცილიიდან გამოხიზნული და ნიუ-იორკში მაფიოზად ჩამოყალიბებული ვინმე დონ ფანუჩი და მაღაზიის მეპატრონეს ეუბნება რომ აი მოკლედ აქ შენ ჩემი დიშვილი უნდა დაასაქმო და ამიტომ ვიტოს უშვებენ აქედან აკდებენ მე ეს სხვა საქმიანობას მიყავს ხელს რაც ცალსახად კრიმინალური საქმიანობა იყო და აქაც კიდევ ერთხელ იმლახება მისი ღირსება. იმიტომ რომ ეს იგივე დონ ფანუჩი მისგან ითხოვს წილში უჩნდება რომ შენ ყოველთვიურად რაღაცა რასაც შენ იშოვე იმისი ნაწილი მე უნდა მომცე და აქ ვიტო რას აკეთებს მამამისი შთამომავალი ერთი სისხლის ჩქებს ამ მათში ყველაში ვიტოშიც მამამისიც და მე ამათ შთამომავლობაში ამაზე უარს ის არ ამბობს ასე თავს არ დახრის და თავს არ გაასულელებინებს და თავის ჭკუაზე არ ააცეკვებინებს მაგრამ ვიტოს მამამისისგან განსხვავებით როგორც ჩანს ახასიათებდა უფრო მეტი დაკვირვება რაღაცნაირი სიფხიზლე და ჭკუა და ამ დონ ფანუჩის აკვირდება რა კაცია რა წრე ყავს რა შესაძლებლობები აქვს და დაკვირვების შედეგად მიდის იმ დასკვნამდე რომ ეს ვითომ რაღაცა კრიმინალური ლიდერი რეალურად ბლეფია არავინ არ აყავს გარშემო რაც მას მისცემს შესაძლებლობას რომ ფარულად მისი ლიკვიდაცია მოახდინოს ასე ვთქვა და კიდევ ერთხელ ეს არის იგივე ისტორია რაც მამამისთან იყო უბრალოდ მამამისი მას შეეწირა ზედმეტი სიფიცხის გამო თავი არავის არ დაუხარა ამ ვიტომაც არ დაუხარა და მაგრამ გადარჩა რამდენადაც ქონდა დაკვირვების და ისეთი რაღაცა ღრმა ჭკუა დაკვირვების უნარი და ამ დაკვირვებამ და ღრმა ჭკუამ წვერვალს და სრულყოფილებას მიაღწია და მის შვილთან მაიკლთან და მე უკვე ამას დავინახავთ. ეხლა მე მინდოდა რომ ამ მაფიოზობაზე რაც სიტყვა ეს მაფიოზის ეტიმოლოგიაზე ვთქვი ცოტათი აი სტრუქტურაზეც რო ვისაუბროთ რა გვარი სტრუქტურა აქვს ხო ეს არის მკაცრად პატრიარქალური და იერარქიული სტრუქტურა. ეხლა პატრიარქალური მარტივი რას გულისხმობს რომ ანუ აქედან ქალი არის გამორიცხული ანუ ექსკლუზიურად ვთქვიან მამაკაცურია კაცრი იერარქია ვიწყებთ სათავეში არის ეს დონი არის ნუ მე მას ხავს მრჩეველი რასაც ეგრეთ წოდებული კონსილიერი ასე მოიხსენიებენ მე იქ დაფუძნებარებული პირები მოდის ხო აი კაპიტნები ქვია ჯარისკაცები და მე მთლად უკვე მთლად ბოლო საფეხურს და ჩვეულებრივი წევრები. ეხლა აქ მნიშვნელოვანია რომ იერარქია ძალიან მკაცრი და წევრებს მოეთხოვება უპირობო მორჩილება იმ დონის მიმართ ვინც სათავეში არის მოქცეული. მას ფაქტობრივად აქვს აბსოლუტური შეუზღუდავი ძალაუფლება. მის რჩეულს რაც შეეხება
რჩეულს რეალური ძალაუფლება არ აქვს. რჩეული არის მხოლოდ ერთგვარი დიპლომატი, რომელიც შუამავლობს და ცდილობს, რომ კონფლიქტები უსისხლოდ და მაქსიმალურად სუბუქად ზედმეტი დანაკარგების გარეშე გადაჭრას. ეხლა კიდევ მაფიის შემთხვევაში, ესეც გადამწყვეტია. მაფია არის ეგრეთ წოდებული პარალელური საზოგადოება. ან შეიძლება ითქვას პარალელური სახელმწიფო. სახელმწიფოში. ამათ აქვს თავიანთი წესები, რაღაც მოქმედების, თავიანთი ქცევის კოდექსი აქვს, რასაც მკაცრად დაემორჩილოს საკუთარი ღირებულებები. და მაფია ზოგადად კონკურენტობს ხოლმე სახელმწიფოსთან. ეს სახელმწიფოს ავტორიტეტს არ აღიარებს, ანუ სახელმწიფო ცალკე ესხვა და ეს თითქოს ალტერნატიულ სახელმწიფოს ხარ, რაღაც პარალელურ სახელმწიფოს. გააჩნიათ რა თქმა უნდა თავისი ბიზნეს მოდელები, თავისი საკუთარი ეკონომიკური ქსელები. ეს ბიზნეს მოდელები თავის მხრივ რა არის? ანუ რა თქმა უნდა ეს არის ფულის გამოძალვა და ამას ვხედავთ ყველგან. ეს არის ვაჭრობა ადამიანებით, იქნება ნარკოტიკებით, აზარტული თამაშები და ასე შემდეგ და ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ შევხედავთ, კორუფცია არის ცხადია გამეფებული. აი ფილმებშიც და ლიტერატურაშიც ხშირად ხდება ხოლმე ამათი რომანტიზაცია. ახსოვს ახლა ჩემ ბავშვობაშიც ვინც უყურებდა, ისე უყურებდნენ. მაგრამ რეალურად ახლა სადაც მაფიაა და მაფიოზური სტრუქტურები ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ შევხედავთ იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით, იქ ნოვაცია ვერ ხარობს, ნოვაცია არის სიახლე, იქ ზრდა არ ხდება და ხანგრძლივ პერსპექტივაში ვერ მიიღწევა კეთილდღეობა. იმიტომ რომ მაფიის საფუძველში რადებს ვიღაცის დაშინება, იგივე ზეწოლა ფინანსური თვალსაზრისით, რომ მე შენ წელში ჩაქიჯდები უნდა გამოგართვა, რის გამომართვე გაუგებარია, რისგან მიცავ და ანუ კიდევ ერთხელ ნოვაციის შემოფერხებელი, კეთილდღეობისა და ზრდის შემოფერხებელი. ეხლა შემდეგი ყურადღება მიმექცია იმაზე, მაფიას განვითარების ხელშემწყობი პირობები. იგივე სიცილიაში რა იყო, ხო? რა პირობებში ყალიბდება? ყველგან ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს, როდესაც სახელმწიფო არის სუსტი. ამ დროს ხდება ძალაუფლების ვაკუუმი, ან შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ნაპრალი და ის რაღაცა ალტერნატიული ისინი ამას ავსებენ. ასევე ხელშემწყობი არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ტრადიციული კულტურული ნორმები. აი იგივე სიცილიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეხლა ვენდეტაშურიზიებო, ვიცით, კიდევ არის ასეთი პრინციპი, რასაც ქვია ომერტა. ეს ომერტა არის დუმილის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შიგნით გადავწყვიტოთ ჩვენ ეს ამბავი, ჩვენ გარეთ არ გავანო. გარეთ სხვა ინსტანციას არ უნდა მემარცხოს. ესეც უწყობს ხელს აი ასეთი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების გაფურჩქვნას თუ აკლავებას. ეხლა აქ კიდევ როდესაც საუბრობთ, ხო, აი ამ მაფიას რაც შეეხება, ხშირად მოსახლეობა, აი ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო სადაც სუსტია, მოსახლეობა ამათ ცალსახად ბოროტებად არ აღიქვამს ხოლმე. აღიქვამენ როგორც აუცილებელ ბოროტებად, აღიქვამენ ხშირ შემთხვევაში როგორც აი თითქოს სამართლიანობისა და წესრიგის მცველად. იმიტომ რომ სახელმწიფო არ ვარ გავერ სახელმწიფოებს და ამის გამო მე შევყურებ ამ სტრუქტურებს, მაძილ ხდები დამოკიდებული. მაგრამ ეს რომანტიკულად თუ შეხედავ და ზედაპირულად შეიძლება კარგად მოგეჩვენოს, რომ მე მაგალითად ეს მთლიანად არის გათამაშებული ამ მოკლე 7 წუთიან სცენაში, ახლა რაზეც ვლაპარაკობ. რომ აქაც კორლეონე არის სამართლიანობის მცველთან მოვიდა და კარგია რა სიზამე ხლა, სხვას რა სიზამე. შენ შეიძლება კარგად მოგეჩვენოს, აი მე რაც არ უნდა გამიჭირდეს, ვივალ ვიღაცა აღმატებულ პოზიციაში მყოფ პირთან, რომელსაც რამის ღვთაებრივი სტატუსი აქვს და არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის და არავინ მას არ აკონტროლებს და ის მე რაღაცას შემისრულებს, ასე ვთქვათ. რაღაცას მომცემს, გასცემს ჩემს მიმართ და თან ისეთი ენითაც არ მელაპარაკება, როგორ თქვა, აი უფრო პირდაპირი ენით, უშუალო ენით, აი უფრო იყენებს აღმატებულ მორალურ კატეგორიებს და ამ გზით ილუზიას ქმნის, თავისი აღმატებულების ილუზიას ქმნის და საბოლოოდ რო შეხედო, ეს ადამიანს და მთლიანად საზოგადოებას მაინც ხრწნის საფუძველში, რატო ადამიანთა უმეტესობას აყენებს უსუსურ მდგომარეობაში და შენ ხდები ერთ ვიღაცაზე დამოკიდებული. იმას შეყურე და პირადი პასუხისგებლობა არ აქვს. რომ პირადად ის მოაგვარო და ასე ვთქვათ, საკუთარ სიძლიერესა და უნარიანობასაც ვერ ვითარებ და ამათ გაგებაში, ასეთი მაფიოზების გაგებაში, ადამიანებიც რეალურად იყოფიან ამათნაირ უნარიანტივებად, ასე ვთქვათ, და დანარჩენები არიან სულელების როლში. აქ თანასწორობა არ არსებობს და აი დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურა სხვანაირია რა და რასაც ესწრაფვის, ეს არის თანასწორობა, აი ცნობიერების ამაღლება, პირადი პასუხისგებლობის ამაღლება და ცდილობ რომ ეს ძალაუფლებაც იყოს გადანაწილებული
განაწილებული, ასე ვთქვათ, დაქცეული და ყველაფერი ერთ კაცზე და ადამიანზე არ იყოს ჩამოკიდებული. ეხლა მე რადგან აქაც გამხსნილ სცენაში ჩანს ხო სიცილიური, ამერიკული ეს და მეც მინდა ეს დემოკრატიული სახელმწიფო და მეორე მხრივ მაფიოზური სტრუქტურა რაღაცნაირად შეუპირისპირო. ძალიან მნიშვნელოვანია, აი ვინც ღრმად შეხედავს. აი ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობა. ხა დემოკრატიაში ყოველ შემთხვევაში მიზანი ეს არის, სწრაფვა ეს არის. შეიძლება ხა სრულყოფილად ვერ ხორციელდებოდეს, მაგრამ ეწრებიან გამჭვირვალობას, ღიაობას. მაფიოზური სტრუქტურა ნებისმიერი ყველაფერი უნდა მოგვარდეს ბრელში, დაფარულში და ის არის სავსე საიდუმლოებებით და მნიშვნელოვანია დუმილი არგასზე. ასევე დემოკრატიულ იმას თუ შეხედავ, იქ ვინც არის მეთაურიც ხო არის მთავრობა და ასე შემდეგ. ის არ არის ცალსახად რაღაცა ძალაუფლების მყრობელი პირი, არამედ ის არის მსახური საზოგადოების და სახელმწიფოს მსახური. რომელიც ანგარიშვალდებელია მის წინაშე. აქ ეს არავის მსახური არ არის. ეს არის რაღაცა მოქცეული კვარცხლბეკზე ასროლილი და ფლობს შეუზღუდა ძალაუფლებას და რაც მას ამოქმედებს, აი ეს უნდა დავინახოთ რეალურად ამის სათავეში. ეს არის არა საყოველთაო კეთილდღეობის იდეა და სამსახური, აი საყოველთაო კეთილდღეობისადმი, არამედ პირადი სარგებელი. აქ მაინც ყველა პირადზე ფიქრობს, პირადი მოთხოვნილებების და რაღაცა პირადი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, სარგებელზე მიზანი. და აი მეორე მე მინდოდა ყურადღება გამომახვილებინა ფილოსოფიასაც რო შევხედოთ, აი საფუძველმდებარე ფილოსოფიას. ერთი მხრივ აი დემოკრატიულ სახელმწიფოში და მეორე მხრივ მაფიოზურ სტრუქტურაში. დემოკრატიულ საზოგადოებას ასეთი საფუძველმდებარე ფილოსოფია აქვს, რომ homo homini deus est, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ადამიანისთვის ღმერთი აქვს მნიშვნელოვანი. აი ვიღაცისთვის ხელის გაწვდენა, ვიღაცისთვის დახმარება, კომუნიკაცია და ასე შემდეგ. მაფიოზი და ყველა მაფიოზური სტრუქტურა, ამათ მთელი ფილოსოფია ეგ არის. მოქმედებენ პრინციპზე homo homini lupus est, ადამიანი ადამიანისთვის მგელია. და ეს მთელი ამათი არსებობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. და ეხლა ადამიანი ადამიანისთვის მგელია, ეს ნიშნავს, რომ შენ უსაფრთხოდ ვერ იქნები. შენ არ იცი, აი ყველა დაინტერესებულია თვით გადარჩენით, რაღაცა თავისი საჭიროების დაკმაყოფილები და შენ არ იცი ვინ როდის ჩაგარტყამს თუნდაც აი ზურგში დანას. არ იცი რა საფრთხეს სმული და ამიტომ სულ უნდა იყოს დაშინებული, გაფაციცებული და მუდმივად მზად უნდა იყოს რაღაცა რადიკალური თუნდაცასტიკი და შეუბრალებელი ზონების გადადგმისთვის. და ამათი ფსიქოლოგია მაფიოზური მთელ მსოფლიოსაც ესენი ასე ხედავენ, როგორც ბრძოლა გადარჩენისთვის. დემოკრატიული ხედვა სხვა არის, იქ მსოფლიო არის საერთო პროექტი და ყველა ჩვენი წილი შეგვაქვს, იქ სხვა იდეა. და აი თუ ამათ საუბრებს მოусმეთ, იგივე დონ კორლეონეს საუბრებს, მე უკვე მოგვიანებით მაიკლის საუბრებს, ამათ ჯერათ რომ გაფუჭებულები და კორუმპირებულები ჩვენ კი არა ვართ, ეს არის რწმენა. ჩვენზე უარესები არიან სენატორები და პრეზიდენტები. ჩვენ კიდევ უკეთესი ვარიანტები ვართ და ამით ის თავის საქციელს ამართლებს და მას ჯერა მისი ფილოსოფია და მსოფლხედვა ეს არის რომ ყველა ზრუნავს თავი თვით გადარჩენისთვის და შენ თუ არ მოუხმ ამას ამ უნარიანობას, იგივე ძალადობას საჭიროების შემთხვევაში შენ დაიღუპები. ამათთან არ არის ეს უსაფრთხოების განცდა. და რაც შეეხება ისეთ ღირებულებას, როგორიც არის ოჯახი ან მეგობრობა, რასაც დონ კორლეონე ამბობდა, ეს არის ფასადი, რომელიც ქმნის საფუძველს ნდობისა და კონტროლის მოპოვებისთვის და მე დავინახავთ, რომ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზია, ხო, დიდი ოჯახური ღირებულებები და მყარი კავშირებია, მაგრამ ოჯახის შიგნითაც კი შენ არ იცი ვინ როდის გიმუხთლებს, გიღალატებს და დანას ჩაგარტყამს და თვითონ შიდა ოჯახურ წრეებშიც კი მიდის ერთმანეთის გაწირვა და ამით იმისი გამოჩენა მინდოდა, რომ ამ თითქოს ოჯახის თუ მეგობრობის წყალში არის ძალიან ბევრი მავნე ბაქტერია, ეგ ბევრი რამე ფასადურია და ადამიანს, რომელიც არის ნაწილი მაფიოზური სტრუქტურის, აი როგორი ადამიანი დაშინებული ადამიანია, მუდმივად შიშის იმაშია და ასე ვთქვათ, მას აქვს კიდევ პარანოია. რომ ყველა მხრიდან შენ საფრთხესელი და სულ გათვლებში უნდა იყო. ეს ვიტოს შემთხვევაში კიდევ კარგად არ ჩანდა. ეს ჯანსაღი კაცი იყო, მაინც ბედნიერი კაცი. აი მაიკლის შემთხვევაში თუ გადავინაცვლებთ ახლა ფილმის მეორე ნაწილზე, როცა ის დონად ჩამოყალიბდა, კაცი სრულ პარანოიაში, სახეზე ფერიც კი არ ადევს, მთლიანად გაფიქრებული და წაშლილი, ანუ ადამიანი იშლება. და ესეც ღრმა შიში და ყველას უყურებ ეჭვის თვალით და არის სრული ჩაკეტილობა და არავითარი გახსნილობა და ღიაობა.
ამაზე რომ ვლაპარაკობ ამ ფილმზე, მე რატო დავიწყე ასე ვლაპარაკით? მე ამით იმისი ჩვენება მინდოდა, რომ ამ ფილმს და ტრილოგიას, როდესაც ადამიანი უყურებს, აქედან მხოლოდ ის კი არ შეგიძლია ისწავლო რა არის მაფია. არამედ ამითი კონტრასტის გზით ისიც შეგიძლია გაიგო რა არის დემოკრატია და დემოკრატიული საზოგადოება და მე რომ მკითხოთ, ანუ ამის გასაგებადაც შეიძლება ადამიანს აყურებინოს და კიდევ ეს არის მნიშვნელოვანი ამდენს რომ ვლაპარაკობ, რომ მაფია არ არის სავალდებულო იყოს კრიმინალური ორგანიზაცია. შეიძლება თვითონ სახელმწიფოც ასეთ სტრუქტურაზე იყოს აწყობილი. შეიძლება რაღაცა კომპანიებიც ასეთ სტრუქტურაზე მუშაობდნენ და ასე შემდეგ. ეხლა ცალსახად ცუდად ვერაფერს ვერ შეაფასებ. თავისი რაღაცა ხიბლი ყველაფერს აქვს. ამათი ხიბლი რა არის, რომ რომანტიზაცია ხდება ფილმში თუ ლიტერატურაში მეთქი. ხიბლი არის იგივე აი ეს ღირსების პატივისამაცეული ღირებულება. ხიბლი არის აი სიძლიერე, აი ძლიერი მამაკაცური ფიგურები, ხო, ვინც ეს ვიტო მაიკლი. ხიბლი არის აი ეს აი ოჯახი, რასაც თითქოს ისინი წარმოადგენენ და ასე იცავენ და მჭიდრო კავშირები და აი იმისი განცდა, რომ შენ მარტო არასოდეს არ ახარ, ჩვენ ერთად ვტირით, ერთად ვიცინით, ძალიან კავშირები, ყველაფერს ერთად ვაკეთებ და ამ უმკაცრეს იერარქიაში ყველას თავთავისი ადგილი აქვს მიჩენილი, თავთავისი როლი და შენ არ გრჩება სიცარიელი იმისთვის ამ ჩაკეტილობაში, რომ კითხვა დარჩა ვინ ვარ, რა ვარ, ანუ ეგზისტენციალური კრიზისებისთვის, რაც თანამედროვე საზოგადოებებს კი ახასიათებს, ადგილი არჩევა და რაც მნიშვნელოვანია, ამის სათავეში Godfather-ის, ფილმს Godfather, იმიტომაც ქვია, ნათლია, ღმერთია ხა. მამა ღმერთი სიტყვასიტყვით ასე ითარგმნა. შენ ყავს ვიღაცა აღმატებული ფიგურა, ყოვლისშემძლე ფიგურა, რომელიც არის თითქოს ღმერთი შენს სტრუქტურაში და ნებისმიერი გასაჭირის შემთხვევაში დაგიხსნის და შენ საფიქრელს და სადარდებელს იმას გადააბარებ და ის მოგიგვარებს და რეალურად აი ბევრი ადამიანი განსაკუთრებით გასაჭირის ჟამს აი ნოსტალგიას განიცდის ამის მიმართ შეიძლება ესეც მოუნდეს საცთური იყოს მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში პიროვნებას აი უნაროს ხდის რა ან თუ უნარო არ გახდი და მეორე უკიდურესობაში გადავარდი შენგან მაფიოზი დადგება და კიდევ იქ ძალადობასა და სხვა უბედურებაში ჩაეფლობი და აქაც მე რომ მომოვდი ემიგრაციის თუ იდენტობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ეს კაცი ბონასერა იმტკიცება იმას რომ მე იცი რომ მე ამერიკელი მოქალაქე ვარ და მივიღე მე ეს ამერიკული თავისუფლება და ასე შემდეგ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, იმედი რომ გაუცროა ამერიკულმა სასამართლო სისტემამ, რა გააკეთა? ისევ ბოლომდე ესეც არ არის ინტეგრირებული, ისევ თავისი სხლი უყივის. მიადგა დონ კორლეონეს და თხოვს მას, რომ შენ მომიგვარე. ხა ეს თხოვნა რას ნიშნავს? ამას სჭირდება სწრაფი მოგვარება, ვერ ითმენს, სწრაფად სჭირდება ამის გაკეთება და თან მოითხოვს სიკვდილი დასაჯა. ხა ეს სიკვდილი თვალ სამართლიანი არ არის, მისი შვილი არ მოუკლოთ. ამას კორლეონეც ეუბნება. და აქ ადამიანისთვის სასტური ის არის მაფიოზურ სტრუქტურაში, რომ ვიღაც აღმატებულთან მიდიხარ, სწრაფად გიგვარებს და შეიძლება აი შენ შინაგან ბოღმას იმ მომენტში ვნებას რაც აღგეძრა მარტივად დაგიკმაყოფილებს და სანაცვლოდ გეუბნება, ეს საჩუქარია, ჩვენ მეგობრები ვართ. და რაღაც ძალიან ბრელი და რეალურად ჯანსაღი დამოკიდებულება, იმედი რომც გაგიცრუოს ასე ვთქვათ, სტრუქტურამ, რა ვიცი, დემოკრატიულმა თუ ასე შემდეგ. იქ სხვანაირი ხერხები არსებობს რა იგივე უსამართლობის წინააღმდეგ. აი შეიძლება აქტივიზმი იყოს, დანარჩენი ხალხის მობილიზაცია გააკეთო. ანუ შეიძლება ადამიანი არსებობდეს, ვინც უფრო თეორეტიკოსია და სხვა ეხა წერილობითი გზით შეიძლება შენი ნააზრევი გამოხატო და სამომავლოდ უფრო ხანგრძლივში იბრძოლო იმისთვის, რათა ეს უსამართლობა მარტო შენთვის და შენი შვილისთვის კი არ დამთავრდეს, არამედ საზოგადოებისთვის. ამიტომ აქ მან დემოკრატიაში საყოველთაო კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამათმა რაც იცი არის მარტო მე და ეს ვითომ კიდევ ოჯახი. ხო, ეხლა ვითომზე რადგან მომოვდი, მოდით მაფიიდან, რაც მე მაფიაზე მოვხაზე და იმედია მაინც საინტერესო იყო ეს ფილმი რო გავიგოთ. მინდა რომ დავუახლოვდეთ უშუალოდ ფილმს და ძალიან მოკლედ სიუჟეტური ღერძი რო გამოვკვეთოთ და იგივე ამ მაფიასთან კავშირში. ეხლა ფილმში რა არის, ვისი ისტორია არის გადმოცემული, ხო, პირველი ნაწილი Godfather. ეს არის თვითონ ვიტო კორლეონეს თავარი, ვინც არის დონი. და მე ვიტოს ისტორია მოვყევი აი სიცილიიდან პატარა ბავშვი ოჯახი ამოუწყვეტეს, როგორ ჩამოვიდა. და ვიტოს ხავს სამი შვილი.
ეს ღერძი და ასევე ერთი არის ნაშვილები, რომელიც არის ტომ ჰეიგენი. ის თავის მხრივ ეს არის მისი კონსილიერი. რჩეველი ამ მაფიოზურ სტრუქტურაში. ის თავის მხრივ ირლანდიური წარმოშობის იყო. მოდით შვილები დავახასიათოთ რა, იმიტომ რომ ეს საერთოდ ცალკე ეს უკვე ცხოვრების ფილოსოფია მაფიას რო თავი დავანებოთ. სამი შვილი, უფროსი შვილი, რომელმაც წესით უნდა გააგრძელოს მამის გზა და მამის ადგილი დაიკავოს, რომელიც არის სონი კორლეონე. რა ხასიათი არის თი გამოირჩევა? ეს არის იმპულსური, რაღაცა ძალიან ისეთი ტემპერამენტიანია, ფიცხი არის და მარტივად ექვემდებარება თავის ვნებებს, თავის სიფიცხეს და ეს ადამიანი ძალიან მარტივი სამართავია და მე ვნახავთ, რომ თავისივე სიფიცხე მას იმსხვერპლებს რეალურად. და აი ეს ყურადღება მივაქციოთ. მე ხო ვამბობ, რომ აქ სიცილიაში არის უმერტა, დუმილი. ეს დუმილი მარტო დუმილს კი არ გულისხმობს, დანაშაულ კრიმინალები მოხდება და რომ უნდა დათუნტე. ეს დუმილი პირადი ადამიანის მიდგომა, მიმართება სინამდვილისადმი უნდა იყოს ჩვენი და მდუმარე. და ის კი არა, ზედმეტი არ უნდა თქვა. იმდენიც არ უნდა თქვა, რაც საჭიროა. ამათთან ეს გადამწყვეტი ვიტო კორლეონეც არის მდუმარე კაცი. ამის პირიდან ზედმეტი რაღაცა არ გამოდის. მაიკლი მით უმეტეს. ისინი ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტად გაიხსნები და ილაპარაკებ, მით უფრო მეტი რაღაცა შეიძლება სხვას შენს მოწინააღმდეგეს და მთელი სამყარო ამათვის არის მტერი. ყველა არის მგელი, რომელიც რაღაცის წართმევას კიპირებს. იმას უფრო მეტი საბაბი, მასალა მიეცემა იმისთვის, რათა სუსტი წერტილი გიპოვოს და ჩაგარტყას ეს მსოფლხედვა. ამიტომ დადუმდი. სონის დუმილი არ შეუძლია. და იქ აი მოლაპარაკება, როდესაც მიდის, აი დონ კორლეონესთან რომ მიდიან შემოთავაზებით, რომ რაღაც ბიზნესი გაფართოვდეს. აი უნდათ რომ ნარკოტიკები შემოიდა. ამას ენა გაუსწრებს, მამამის გაასწრებს და თავის აი რაღაცა გულუბრყვილო აღტკინებას თუ ენთუზიაზმს გამოხატავს, რომ კაი საქმეა, ფული შემოდის. ეს მიუღებელია და ეს ხდება მე გამოიწვევს მთელ მოვლენათა ჯაჭვს და ასე ვთქვათ, ეს არის ნაპრალი უკვე იმ სტრუქტურაში, იმპერიაში, რაღაცა სწორად ვერ წავიდა, რაღაცა მოიშალა. ეხლა აქვე ყურადღება და მიმექცია თქვენ, რადგან ვლაპარაკობთ ამ იგივე კორლეონეს ხასიათზე. აი, ხო, ეს ადამიანი ხო მაფიოზია და მე რომ ვამბობ რაღაცა სიახლოვეს და იმას სიმპათიით ვარ განწყობილი მეთქი. მაინც ამას აქვს რაღაც პირადი და ისეთი ღირებულებები რა. იგივე ამ ბიზნესზე რო ავიღოთ. აი, ეს იცით როგორი ადამიანია, მე ასე უყურებ. აი, რაღაცნაირად თითქოს მარტო პირად სარგებელზეც არ ზრუნავს და კაცი არის, რომელსაც არ მარტო თავის ოჯახზე ეფიქრება, აი თავის სიცილიელ ხალხზე, აი თითქოს მართლა გულით ეფიქრება და არა პირადი გამორჩენის გამო და იქ აი ბიზნესის შემოთავაზებით მოდიან ხო ნარკოტიკების და ისე მოსულ ეს ბინძური საქმეა, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობას გააფუჭებს და ამის გამო ეს ადამიანი თავს იკავებს, ამაზე არ მიდის. აი მისი შვილებისთვის და მათ შორის მაიკლისთვის ასეთი ღირებულებები აღარ არსებობდა. იქ იყო ბიზნესი. შემოვიდეს ეს ფული ასე ვთქვათ, პირადი სარგებელი. ამას უკვე შენ აღარ დაუდებ. და აი ვიტოზე კიდევ მინდოდა ამ სცენაში აი ერთი ეს მე შევნიშნე. მე ასე ვხედავ პირადად. კაცი ხო, აი მაიკლი რასაც განასახიერებს, ეს არის კალკულაცია, ანგარიშიანობა, გამოთვლა და ბრწყინვალე სტრატეგიული გონება და ისეთ მასშტაბებს მიაღწია, ესენი ვერც კი ოცნებოდნენ ეგ ცალსახად, მაგრამ მას რაც აკლია, აი სიცოცხლე აკლია თითქოს, სითფო აკლია და ვიტოს შემთხვევაში არის სიცოცხლე, სითფო და აი ამ გამხსნელ სცენაში სხვადასხვა ეს ხო რაღაცა ძალიან იკონურია თითქოს რომ ეზის და კატა უჭირავს. ეს სხვადასხვა სცენარში არ ყოფილა და მე ასე პირადად გაგებურო რომ მარმონ ბრანდომ ისე შემთხვევით ალბათ კატა იჭირა და ეფერება. და ეს არის კაცი, რომელიც ცოცხალი არსება ყავს შენ ერთი ხელში. ეს სიცოცხლესთან კავშირი არის კატარო ხელში უზიდა. ეს არ არის ცივი გამოთვლელი გონება. და იმ კატას ეფერება თუ აკვირდებით. კატისადმი ცოცხალი არსებისადმი სითბოს გასცემს და სითბოს იღებს. ეს კაცი არის ცოცხალ, აი სასიცოცხლო სითბოშია და ამ სითბოს და სიცოცხლეს მოკლებული არის განსხვავებით მაიკლისგან. მაიკლი არის დაშრეტილი, გამოშრალი კაცი და ასეთი კავშირი სიცოცხლესთან მას აღარ აქვს. ეს არის გონება, ბრწყინვალედ საათის მექანიზმებით გამართული გონება, მაგრამ ამ სიცოცხლე. აი კატაზეც ყურადღების გამახვილება, ამიტომ მინდოდა რა. თამაში ის ნებივრობს მის ხელებში სიამოვნებს, სითბოს მიღება და გაცემა. და ეს ადამიანურობა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც მასში არასოდეს არ დაკარგულა. ეს შულებზე ვსაუბრობდით, ხო, სონიზე ვისაუბრეთ, თავის იმპულსურობა ენაწილებს. ვერით მე სონი უფროსია, უფროსი შვილი. კი, პირველ ნაწილში რო ჩაცხრილავენ. ეგ არის.
კი. ეხლა მეორე შულზე რომ გადავიდეთ ფრედო. ეხლა ფრედოს რაც შეეხება ფრედო ისეთი შვილია, ვერც ფიზიკური ძალით ვერ გამოირჩევა და ვერც ჭკუით ვერ გამოირჩევა დიდად. და მაგრამ ამის და მიუხედავად მამის სიყვარული ეს ჩანს მეორე ნაწილში სხვადასხვა როცა იხსენებენ ვიტოს ახალგაზრდობას და ეს სუსტი ბავშვი იყო რა ბევრი ავადმყოფობა ქონდა გადატანილი ამის სიყვარული ამ შვილისადმი არ იცვლება ფილი ადამიანია რა ხო და აი არც ჭკუით და არც იმითი ფიზიკური ძალით და ეს ფრედო ეს ხო არის საერთოდ ფილმის პერსპექტივა წმინდად მამაკაცური პერსპექტივა აი მასკულინური და კაცური უნდა იყოს ძლიერი ფრედო კაცი რას ნიშნავს ყველაფერში ჩანს აი როგორ ლაპარაკობს როგორ დგას როგორ ზის მანდაც ჩანს რა კაცი ამის პოზიცია არის სულ მოკუნტულის პოზიცია რაღაცნაირი აი ლაჩარია სუსტია უმწეოა როდესაც დონ კორლეონეს თავს დაესხმიან მისი შვილია ხო და რეალურად რაღაცა უნდა ქნას. რეულვერის დაჭერაც კი არ შეუძლია ხელში. ხელი კანკალებს და ხელიდან უვარდება ეს. ანუ სუსტია ეს ადამიანი. მაგრამ სამაგეროდ ამ ადამიანს აქვს მოთხოვნილება იმისა, რომ ვიღაცამ პატივის სცეს. და მე ამაში ამის გამო ამ სისუსტის გამო ძალიან ბევრი ბოღმა გროვდება. და თავის მხრივ ეს ბოღმა მიიყვანს მე თავისი ძმის მაიკლის წინააღმდეგ შეთქმულებამდე იქ რაღაც ის იქნება საბედის რო შეთქმულება ასე ვთქვა. ეხლა რადგან ბოღმა ვახსენე მაფიოზურ სტრუქტურაში საერთოდ ან ბევრი ბოღმა ტრიალებს. ყურიან თავი დონი და ვიღაცა კიდევ არიან მის გარშემო ასევე უნარიანი ტიპები სხვა მაფიოზები ბუნებით უშიშარი კაცები რომლებიც არაფერს არ დაგითმობენ ნებისმიერ მუდროს მზად არიან შენ დაგცენ ასე ვთქვა. მაგრამ არის კიდევ უნარო სუსტი ხალხი ხო რომელიც არის ამ დიდ ბატონებზე დამოკიდებული. ძალაუფლება არ არის თანასწორად გადანაწილებული და ამის გამო დროთა განმავლობაში ამ ხალხის გულში და სულში დიდი ბოღმა იხარშება და ამიტომ ყველაფერი აი ბნელია და ბევრი ბაქტერიით სავსე რა ეს სუსტებიც თითქოს ხო შენ ღმერთი ხარ მამა ღმერთი იმას ყველაფერს აძლევ მაგრამ რაღაც ეტაპზე მასში ბოღმა მომწიფდება იმის გამო რომ შენ მას წაართვი ან მან თავის თავს წაართვა პრინციპში აი პირადი მოქმედების თავისუფლება პირადი პასუხისმგებლობა შემით გავაკეთო რაღაცა ამას სხვათა შორის დიალოგში ფრედო მაიკლსაც ეტყვის რომ აი რომ ხსნის რატო შეუერთდა ასე ვთქვათ მის მოწინააღმდეგეებს იმიტომ რომ მე მომცემდნენ რაღაცას ჩემი თვიზამდი რაღაცას მეც რაღაცა შემიძლია სულ შენზე ხო არ ვიქნები დამოკიდებული სულ შენ ხო არ უნდა შემოყურებდე ეგ ძაღლი მექანიზმია რომ დამოუკიდებლობა გინდა რაღაცა ეტაპზე შენიც საქმის გაკეთება ეს და ბოლოს ახლა რო გადავიდეთ სანამ მაიკლამდე გადავალ ნაშვილებზე ვიტყვი ტომ ჰეიგანზე ასე ვთქვათ ირლანდიელზე ეგ ძალიან საინტერესო კაცია უკიდურესად ჭკვიანია იმ რჩეულად ყველად არ ყოფილა დანიშნული და პრაგმატული გონება აქვს ეგ კაცი შეიძლება ითქვას რომ მაიკლსაც გავს რაღაცით მაგრამ განსხვავება ისე რომ ეს კაცი არის ინდიფერენტული ძალაუფლებისადმი არ ინტერესებს და მეორე ნაწილში ფილმის მეორე ნაწილში ხდება მისი უკანა პლანზე გადასვლა აი თითქოს მარგინალიზაცია ჩამოაშორებენ ამაზეც არ აქვს პრეტენზია ანუ ამ კაცს ზედმეტი ამბიცია არ გაჩნია თავის საქმეს აკეთებს და ამგვარად ის ტრაგიკული გმირი არ არის აი განსხვავებით მაიკლისგან ხო და ეხლა მაიკლზე რო გადავიდეთ ამ პერსონაჟზე მაიკლი გამორჩეული შვილი არის გამორჩეული არის თავისი გონებით და ოჯახისგან ცოტა განყენებული იყო სხვა გზას და მარტო თავისი ნებით კი არ იყო განყენებული მამამისიც ვიტო მისთვის გეგმავდა სხვა გზას ეს ვიტო საერთოდ ძალიან გახსნილი ხედვების კაცია მაინც მისი მიზანი არ ყოფილა რომ ბოლომდე ამ მაფიოზური მასში ჩარჩენილიყო მისი ოცნება და მიზანი იყო რომ რაღაც ეტაპზე მე აღმოვაცენებ სენატორს პრეზიდენტს ჩემ შთამომავლობაში ამისთვის მაგზას გეგმავს და ამიტომ რაღაც საუკეთესო სკოლაში სწავლობს უნივერსიტეტში არის ჭკვიანი გამორჩეულად ჭკვიანი ამ შვილებს შორის მამაციც არის იმიტომ რომ მიიღებს გადაწყვეტილებას რომ დატოვოს უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი აქტია მისი მხრიდან და ჩაეწეროს არმიაში მიუხედავად იმისა რომ მამების მთელი გამოჩერდა რომ არმიაში არ ჩაწერილი ხო და ომში არ წასულ იქ თავის მხრივ გმირის ტიტულით მოგელინება და არცი ეს მისი ჭკუა მისი განყენებულობა რაღაცნაირად და მარტო სულია უფრო და თავის ფიქრებშია ეს სხვებს შეიძლება ზედმეტად ქედმაღალიც არის და თავს არ უყადრებს სულ თავისთვის არის განყენებულად არის
ეხლა ეს შვილებზე და ნაშვილებზე რაც მოვხაზე ასევე სიუჟეტურად ახლა როგორ ხდება ხო პირველი შვილი როგორც თქვენ თქვით დაიღუპება ეს სონი ფრედო კი დარჩება მაგრამ მაიკლს რაღაცა ეტაპზე აღმოაჩენს მაიკლი რის მოღალატეა მეორე ნაწილში და თავისივე საკუთარი ძმა მოკლავს მაიკლი და რა თვითონ მაიკლს რაც შეეხება მაიკლი არის ამ ვიტოს ანუ დონ კორლეონეს გამგრძელებელი თუმცა მათი ცხოვრების წესი და მაინც საბოლოო ხვედრი ერთმანეთისგან განსხვავდება ეხლა მინდოდა სამივე ნაწილი თქვენ სამივე ნაწილი ხო არ გვექნება ბაო მე მინდა რომ ისეთი გავაკეთო რა აი ისევ გამჭოლად რაღაც ძირითადი ქარგა დავიჭირო რომელზეც არის სამივე ნაწილი აწყობილი და აი სტრუქტურა გითხრათ ასე ვთქვათ რაც ყველა სამივე ერთი და იმაზე მუშაობს აი ეხლა დავაკვირდეთ ფილმ პირველი მეორე მესამე ნაწილი სამივე შემთხვევაში იწყება ზეიმით ხო ეს ხო ყველას გვახსოვს პირველ შემთხვევაში ეს არის დონ კორლეონეს შვილის ქორწი არის დიდი მხიარულება და რა მიზიდველი და კარგი გარემოა რაც ცეკვა სიმღერა არის ჩართული ეხლა მეორე ნაწილში რაც შეეხება მეორე ნაწილში ზეიმით იწყება რომ ნიუ-იორკიდან ეს მაიკლის ოჯახი ნევადაში გადასახლდა და იქაც დიდი მესამე ნაწილით ასევე იწყება ზეიმით მესამე ნაწილში ცოტა კომედია რომ მაიკლს თავის საქველმოქმედო საქმიანობისთვის კათოლიკური ეკლესია გადასცემს ჯილდოს ანუ ზოგადად ეხა ეს ფულის გათეთრება არის მაინც და მაინც სიკეთეს არ ნიშნავს ეხლა გადმოვიდეთ და რაღაც იდეალური გარემო ყველაფერი კარგად მიდის ეხლა სტრუქტურულად სამივეში გამოვყოთ მოდი მეორე შემთხვევაში რა ხდება მე ხდება ამ იდეალურ ყოფას რაღაცა ბზარი უჩნდება ბზარი არის თავდასხმა აი ოჯახის თავს ესხმიან და ჩნდება პრობლემები. პირველ შემთხვევაში ასეთი გადამწყვეტი არის, რომ ვიტოს თავს ესხმენ, ყიდულობდა ხო ბაზარში და თავს ესხმენ. მეორე შემთხვევაში მაიკლს საკუთარ სახლში თავს დაესხმებიან და მესამე შემთხვევაში ეს არის, რომ რაღაცა საფრთხეები არსებობს. ასე ეხლა შემდეგ მე გადავიდეთ სტრუქტურულად ქარგას მივყვები. ანუ დაგანახოთ რომ სამივე ერთ იმაზე აღწყვეტილმა კაცმა და სცენარისტმა. შემდეგ ეტაპზე სამივე ნაწილში იშიფრება ვინ არის მოღალატე. ანუ საიდან წამოვიდა ეს საფრთხე, საიდან წამოვიდა თავდასხმა. პასუხი ყველგან არის ერთი. მოღალატე უნდა ეძიო შენ ახლო ან უახლოეს წრეებში. პირველ ნაწილში რა გაიშიფრა რომ ჯერ ტესიო რო არის კაცი დონ კორლეონეს უახლოესი პირი იყო რამის მარჯვენა ხელი ერთად დაიწყეს ეგ საქმიანობა და ასევე თვით სიძე ეს პირველ ნაწილში მეორე ნაწილში საკუთარი ძმა ფრედო რომელიც გარეულია ისიც მოღალატეა და მესამე ნაწილში ასევე მათთან დაახლოებული პირი იყო მესამე კიდევ სხვა მაინც 20 წლის მერე გადაიღეს მაგრამ დაახლოებით მასეა ეხლა ამაში რა ღრმას აზრისიდევს თუნდაც კი არ ვლაპარაკობ ის აზრისიდევს რომ ფილმის პირველ ნაწილში მე რო გაჩვენე და უпростоრად რო გაჩვენა რეჟისორმა რომ აი ოჯახი იდილია ნათესაური კავშირების სითფო სიყვარული მარტო არასოდეს არ ახლა ეს ყველაფერი არის ფასადი. ასე კარგადაც არ მიდის ყველაფერი. ამ ოჯახში, ამ მეგობრობაში და ამ გაერთიანებაში შენ უახლოეს წრეში ვინ როდის ჩაგარტყამს ზურგში, ვინ როდის გიმუხტლებს და გაგწირავს კაცმა არ იცის. ეს ოჯახი ფასადია, ეს ილუზია არის. ნებისმიერ დროს ნებისმიერისგან შენ შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხეს წინაშე. და აქ დასტურდება ის, რომ ამათი მსოფლმხედო და ფილოსოფია რაც არის. ადამიანისთვის მგელია. ამაზე უშავს თელიეს. ამათ თავი ამაზეა გამართული. და შემდეგ უკვე ბოლო ეტაპი რაც არის ლიკვიდაცია ხდება ამ შენი. ეს გეგმა შეიმუშავებენ და ხდება მტრების ლიკვიდაცია. პირველ ნაწილში ნუ დახოცავენ ხო ამ იმას. მეორე ნაწილშიც იგივენაირად ხდება. ის იგივე ეს ლიკვიდაციის სქემა და მესამე ძალიან საინტერესო მესამეშიც ხდება. ოღონდ მესამე ეგ გახსოვთ ახლა იქაც ხო ხდება ამავე. პიკ პოპსაც კლავენ მგონი. ის მესამე ნაწილი ცოტა კომედიაც არის. ხო და მესამე ნაწილში ის არის განსაკუთრებული რომ თავად ხდება თავზე ამ მაიკლზე ბოლოში მასზე თავდასხმა და ამ თავდასხმას შეეწირება მისი ქალიშვილი ხო და ეს არის მისთვის გამანადგურებელი სცენა და აქ როგორ ხედავთ პირველ ნაწილში თუ მან გაწირა შეუკვეთან მოაკვლევინა საკუთარი სიძე უახლოესი წრიდან მეორე ნაწილში ეს იყო მისი საკუთარი ძმა მესამე ნაწილში მისთვის ნასროლი ტყვია
მოხდება მის ქალიშვილს. ეს ერთგვარი ბედისწერაც არის. ანუ არ შეიძლება შენ წაგერთმევა შენივე შვილი. და ეს აქ უკვე ეს არის კატასტროფა. და ამის შემდეგ არის ფინალური სცენა და როგორ ამთავრებს ხო ცხოვრებას ის ამთავრებს მარტოსულობაში, იზოლაციაში განადგურებული სასოწარკვეთილი. მომსვარი ასე რომ ვთქვა. აი მაიკლ კორლეონესზე რო გადავიდეთ მეტამორფოზის კუთხით ახლა რომ შევხედოთ პერსონაჟი ამაზე სვა ახლა ეს რო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პერსონაჟია მაგის კითხვის ნიშნები აღარ უნდა და აქ მე კომედიას ვიტყვი რომ საერთოდ ცხოვრება ხშირად სამართლიანი არ არის ანუ მსახიობს რომ ამ როლისთვის ოსკარს არ მისცემ ანუ იქ უკვე აზრს კარგავს ეს ჯილდოებიც ანუ ვის არ ამძლევ მაგრამ ეგ კაი სამაგერომ დრომ ხო დააფასა და ჩვენც ხო დავაფასეთ არა ოსკარი ჩვენ გახოთ ესე იგი უდიდესი ახლა ამაზე შევკითხოს ხოლმე ასეთ რომ ეს როგორია ბოროტ მოქმედი არის თუ ტრაგიკული გმირია მე პირადად იმ თვალსაზრისს ვექრობ ეს არ არის კლასიკურად ბოროტ მოქმედი ეს არის ტრაგიკული გმირი და ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ეს მთელი ტრილოგიაც იყოს ერთი დიდი ტრაგედია. ტრაგედია რას ნიშნავს და ტრაგედია როგორი სქემის მიხედვით არის აგებული. აი კლასიკურად ჯერ კიდევ არისტოტელემ განსაზღვრა რამდენიმე აუცილებელი მახასიათებელი აქვს ტრაგედიას და ტრაგიკულ გმირს. ვიცით ძველთან. ეხა მაფიოზებიდან არისტოტელესთან უნდა გადავიდეთ ცოტა ხანი. ეგ მაფიოზი ხოდა. ესე იგი და თან მაიკლის ხასიათი გმირიც ამ ჭრილში დავინახოთ. ტრაგიკული გმირისთვის აუცილებელი არის ის, რომ მას უნდა ქონდეს რაღაც განსაკუთრებული მაღალი სტატუსი, მნიშვნელობა და პოტენციალი უნდა იშლებოდეს მის წინაშე დიდი. გავიხსენოთ მაიკ კორლეონე ფილმის დასაწყისში თავისი დის დაბადების დღეა, ხო? იქ ჩამოდის, გამოწყობილია იქ რაღაც საზღვაო ფორმაც აქვს და თავისი ჯილდოებით მედლებიც აქვს, ხო? სადაც დაკიდებული. ეს არის ძალიან პერსპექტიული კაცი, განსხვავებული მისი ოჯახისგან, ხო დიდი? ეხლა უკვე შემდეგზე ტრაგიკული გმირისთვის რა არის აუცილებელი? კლასიკური გაგებით. აუცილებელია რაღაცა შეცდომა, რაღაცა სისუსტე, რაღაცა ნაკლებ. ბერძნულად ამას ეძახდნენ ჰამარტიას. აი, რაღაცას ვერ გათვლი. მაიკლის შემთხვევაში ეგ შეცდომა შეიძლება იყოს მისი განყენებულობა და მისი ქედმაღლობა და მისი ის დამოკიდებულება, რაც ამ ფილმის პირველივე სცენებში და კადრებში გამოჩნდა, რომ it's my family, ეს არის ჩემი ოჯახი, it's not me, მე არა ვარ. შენ გაქვს ის ცდები იმაში, რომ შენი ოჯახის ნაწილი არ ხარ და შენ სხვა ხარ. შენ შესაძლოა ითქვას შენ ოჯახზეც უკეთესი, ასეთი წარმოდგენა გაქვს. მე შემდეგი ისევ არისტოტელეს მიხედვით. არის მნიშვნელოვანი მესამე. ტრაგიკულ გმირის შემთხვევაში ტრაგედიაში ყოველთვის არის რაღაცა გარდამტეხი პუნქტი, როცა ყველაფერი შეიძლება და ეს გარდამტეხი პუნქტი ხშირად არის ხოლმე შედეგი და გამომდინარეობს შენი შეცდომიდან. ასეთი გარდამტეხი პუნქტი ჩვენ ფილმში არის რა, როდესაც მამამისი, ასე ვთქვათ, ვიტო სტაჭრიან, კი არა, ესვრიან, საავადმყოფოში არის მოთავსებული, მაიკლი იქ მიაკითხავს და თანდათან და მე მკვლელობაც მოხდება, ასე ვთქვათ, ის ცნობილი სცენაა, როდესაც მოკლავს ამ სოლოცოს და მაკლასკის, ასე ქვია, და აქ უკვე ისიც ამ სტრუქტურის ნაწილი გახდა, ეს არის გარდამტეხი პუნქტი. ის კაცი, რომელიც ამოდა, რომ ეს ჩემი ოჯახია, მე რა ვარ, შენ შენი ოჯახი ხარ და შენც ჩაერთე შენ ოჯახში და ოჯახურ საქმეში. შემდეგ რა ხდება? ტრაგიკულ გმირს აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ანა გნორისის, ბერძნულად ამას ვეძახით, უცოდინრობა, გაუცნობიერებლობა. ჯერ ვერაცნობიერებ შენს მოქმედებებს, შენი მოქმედების განზომილებას. განცნობიერება მოდის შემდგომ. მაიკლის შემთხვევაში ეს იქვე არ ყოფილა. აი მაგალითად, ეხა იგივე სიცილიაში რო წავიდა, მე რო გადაკარგეს თუ გახიზნეს, იქ ჯერ მაგას არ ქონდა გაცნობიერებული, რა ქნა და რაში ჩაერთო. მერე ამას რაც მოყვება ტრაგიკული გმირისთვის უკვე არის ტანჯვა. ტანჯვა თავისთვის თავის მხრივ თანსდევს გაცნობიერებას, რომ შენ გაიგე რა ქენი, რაში შეცდი და რაში ხარ. და ამის შედეგია მერე კატასტროფა რა თქმა უნდა და ნუ კატასტროფა კიდეც არის აღსასრული და მაიკლის შემთხვევაშიც მესამე ნაწილში ტანჯვასაც ვხედავთ ჩვენ და კატასტროფასაც ვხედავთ, რომელიც არის მისი იზოლაცია მარტო. ასევე ტრაგიკული, მთელი კლასიკური ტრაგედია, აი ნიმუში არის ოიდიპოს მეფე. ესეც ამ დაახლოებით ასევე აგებული. არის გადამწყვეტი იქ ბედისწერის მომენტი. ტრაგიკული გმირი ამაოდ ებრძვის ბედისწერას და ბედისწერასთან ამაოდ ბრძოლაში მარცხდება. კლასიკური ტრაგედია ეგ არის, ბედისწერა არის მთავარი. და ეს გაჩვენებს თვითონ ეს ფილმიც, რომ არსებობენ უფრო მაღალი ძალები. ამ მაღალ ძალას შენ შეიძლება დაარქვე ბედისწერა, დაარქვე შენი კულტურა, იგივე
შენი სისხლი, ამათვის ეს იყო სიცილიური კულტურა, დაარქვი შენი ოჯახი, რომელიც უფრო მაღლა დგას შეიძლება ითქვას, ვიდრე რაღაცა შენი პირადი გადაწყვეტილება და შენი გაბრძოლება და გამოყოფა აქედან, როგორც მაიკლი ამბობდა, it's not me, სხვა ამაო არის და მაინც შენის რაღაცა საერთო კარგები, რაღაცა წინასწარ დაწერილი ბედისა გათამაშებს და თავის ნაწილად გაქცევს. მაიკლზე რადგან ვლაპარაკობდით, მითს მეტამორფოზას მივყვეთ, ასე ვთქვათ. მივყვეთ, ეხა ეს ისე ჟღერს რომ ნელა მივყვები, მაგრამ ნელა არ იქნება. მე თქვი გითხარით, ხო? პირველივე სცენა ასეთი იყო, მის განვითარებაში მეტამორფოზაში რომ გამოვყოთ, რომ თავის ამერიკელ შეყვარებულთან ერთად, კეისთან ერთად მიდის და ნუ ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც არ ერთვის, ასე ვთქვათ, საქმეებში და ეს საკვანძო ფრაზა რომ ესმე არა. მე უკვე შემდეგ სცენაზე თუ გადავალთ, რაც ქმნის გარდამტეხ მომენტს, ეს არის საავადმყოფოს სცენა. ვიტო ანუ მამამისი არის დაჭრილი და მაიკლი საავადმყოფოში მივა მის მოსანახულებლად, სხვადასხვა ოჯახისგან კი არ გაიგებს. გაზეთებიდან იგებს შემთხვევით, რომ დაჭრეს მამა მოსანახულებლად და აღმოაჩენს, რომ ცველები არ არიან. აქ უკვე ის რაღაცას იეჭვს და მამამისი არის მარტო დატოვებული. აქ ეს ეხა რა მომენტია. მაიკლი იცით როგორი ხასიათია? ეს არის რაღაცა უმართავი, ავტონომიური პიროვნება, საკუთარი თავის ბატონი თვითონ არის. ეს ოჯახისგან დისტანცირებულიც იმიტომ იყო, რომ ეს იმას ვერ აიტანდა სონი უფროსი ძმა და როცა მომდებოდა თავში ამისთვის ხელი წამოერყა. რასაც აკეთებდა კიდეც და აქ ეხა ეს ხედავს, რომ მამამისი ეს დონი რამის ღვთაებრივ სტატუსამდე აყვანილი არის უმწეო მდგომარეობაში და თავის თავს ის გრძნობს უკვე. ეს ღრმა ფსიქოლოგია, ხა შეიძლება ფსიქოანალიზს ვაკეთებ. თავის თავს გრძნობს და მოიაზრებს აღმატებულ პოზიციაში, რომ ის ეხლა არის თვითონ დონის მცველი. თითქოს მისი მფარველი არის და ძალაუფლება უკვე ამ მომენტში გადაინაცვლა მის ხელში და მაიკლი გადავიდა დომინანტურ პოზიციაში. იმ დომინანტურ პოზიციაში რაც იყო მისი ხასიათი რა და ეს არის მათ შორის კიდევ ისეთი სცენა, როდესაც ის გახდა ის, ვინც იყო. აი ეს ძალაუფლებისკენ სწრაფვა, კონტროლისკენ სწრაფვა, დომინაცია, აღმატებულება ამ ადამიანში თავიდანვე იყო ჩადებული და მათ შორის ამისი გამოძახილი იყო მისი განყენება და განდგომა ოჯახისგან და მისი ქედმაღლური დამოკიდებულება ოჯახისადმი. მაიკლი, რომელსაც ადრე, ყოველ შემთხვევაში ფილმის დასაწყისში ქონდა რწმენა რაღაც სამართლიანი სახელმწიფოსი და ასე შემდეგ, აღმოჩნდება კორუმპირებული პოლიციელის წინაშე. და ამით გამტკიცდება მისი რწმენა, რომელიც მას სისხლით მოყვება ბუნებრივად, რომ იცი რა, აი ეს არის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, ყველა გაფუჭებულია და ჩვენ არა ვართ განსაკუთრებულად გაფუჭებულები. და რაც მნიშვნელოვანია, აი აქ მე რას ვაქცევ ყურადღებას. აქ დატრიალდება ხელახლა და ბედი დაატრიალებს ფაქტობრივად იმ ისტორიას და ამბავს, რაც გადახდა ჯერ კიდევ მის ბაბუას, ხო? რომელიც სიცილიაში მე ხომ მოგიყევით, რომ რომელსაც დაჩაგვრას უპირებდა ასე უსამართლოდ ვიღაცა მაფიოზი, ამ კაცმა არ მოუთმინა და ამას ემსხვერპლა. ფილმის ბოლოს, პირველი ნაწილის ბოლოს ვიტო ეუბნება მაიკლს ასეთ სიტყვას, რომ მე არ ესმე თქვენ გითხარით, მე არ მცხვენი, იმიტომ რომ მე სულელი არ ყოფილვარ, სხვების დაკრულზე არ მიცეკვია. და აქაც მაიკლი გადაწყვეტს მამამისივით და ბაბუამისივით, რომ მე სულელი არა ვარ. და მე სხვების დაკრულზე არ ვიცეკვებ. და ასე ვთქვათ, არ დავიჩაგრები და მე მოდის გადაწყვეტილება. და იგივე გადაწყვეტილი ამ კაცის ლიკვიდაციის, ამისი მოკლის, რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და რეალურად ამაში განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით არაფერი არ არის, რომ იგივეს იმეორებს, რაც ქნა მამამ, რაც ქნა ბაბუამ, ეს არის ბედი, ტრიალებს, ასე ვთქვათ, წრეზასავით არის, ტრაგედიაც ამაშია და ამას შენ ვერ გაურბიხარ, გიყივის ის რაღაცა. ეხლა ამის შემდეგ ის მკვლელობას ხო ჩაიდენს და მოკლედ მინდა შევეხო, ასევე სიცილიაზე მიდის, ხო? მიყავ და იქ აი მოკლედ შევეხებ, არ მინდა დაგღალოთ, უბრალოდ ეგეც მნიშვნელოვანია. იქ მაიკლი მოიყვანს ცოლს, ეხლა რაღაც ქალბრივ მომენტი შემოვიყვანოთ. ცოლი არის მისი აპოლონია ეს სიცილიელი. ეხლა სიცილიაზე წასვლა რას ნიშნავდა? სიცილიაზე წასვლა ნიშნავდა საბოლოოდ თავის ფესვებთან, ძირებთან დაახლოებას და იმ ძირების გაცნობას და ნუ საბოლოოდ ეს რო გახდეს ნამდვილი კორლეონი, ასე ვთქვათ. აქვე ნახავს ქალს, ისევ იმავე კულტურის წარმომადგენელ ქალს, რომელსაც ის ცოლად მოიყვანს. ეხლა მე ყურადღებას რას ვაქცევ ხოლმე და ამ თვალსაზრისით მინდა ძალიან მოკლედ რო გავშალო. მაიკლს ხო ყავდა ორი ცოლი, ხო? ერთი მხრივ ეს არის ქალი ეს აპოლონია, სიცილიელი, მეორე მხრივ იყო კეი ადამსი, რომელიც ნუ ამერიკელი იყო, ხა თანამედროვე საერთოდ სხვა გაგების ქალი. და არც ერთი ცოლი არ შეერგო, ასე რომ ვთქვათ. და რატო მე ამის ეს გავიაზრო მეთქი. მოდი, ჯერ ეს ორი ქალი შევადაროთ რა. პირველი, ის არის სუფთა ქალი. აი ძალიან ფემინური არის ეს აპოლონი.
ხალი რას გულისხმობს ახლა აი მათ ურთიერთობაში ჩანს ბევრი სქესი რომ ეს ხალი არის სხვა და მაიკლიც როგორც კაცი ამ ხალთან ურთიერთობაში ბევრად უფრო მკაფიოდ იკვეთება როგორც სიცილიელი ასე ვთქვათ და ურთიერთობაც არის უფრო ისეთი აი ნებიანი აი თვითონ იმ კულტურის შესაბამისი ასე რომ ვთქვათ და ეს ხალიც უფრო მიმღებია ეს თავის ხრო მამაკაცო ეხა кейსთან ურთიერთობა ვიღაცები ამბობენ ხოლმე ფილმზე რომ შეიძლება რომ აი სინამდვილეში რომელი უყვარდა აი ხო არის ეს რომ მე უყვარვარ თუ ის მე სერიოზულად თუ იმას ეგ არის სულური კითხვა იმიტომ რომ ორივე უყვარდა ცალსახა უბრალოდ ეს არის სხვადასხვანაირი სიყვარული ამ ხალთან ხო აღბეჭდილი იყო ყველაფერი სიცილიური სულის კვეთებით და სისხლით ამ ხალთან მიმართება და кейსთან მიმართებას რაც შეეხება ის იყო სხვა სახის სიყვარული მე ამ შეიძლება უწოდო აი კულტურული გადმოსახედიდან ამერიკული სიყვარული რომელიც იყო უფრო პრაგმატული, უფრო რაციონალური, უფრო მეტად დაფუძნებული თანასწორობაზე და ეს кейს თავის მხრივ არ არის ხა ფემინური, ასე ცალსახად არ არის. რაღაც ისეთი გონიერი ქალია და შეიძლება ითქვას რომ მაიკლსაც ტოლს არ უდებს თავის მოქმედებებში, თავის ფიქრებში და ასე შემდეგ. ეს ორი ქალი ამავდროულად არის სიმბოლო ორი კულტურის ორი სამყაროსი. ერთი მხრივ არის სიცილია, რაც არის მისი ტრადიცია და მისი ფესვები, ამას აპოლონია განასახიერებს და მეორე მხრივ არის ამერიკა, სადაც გაიზარდა მაიკლი. ამერიკული კულტურა, ის თანამედროვეობა, თანამედროვე გაგება და ურთიერთობა. მაიკლი ორივე შემთხვევაში კრახს განიცდის. ორივე ქალს კარგავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისთვის ორივე სამყარო დაკარგულია, როგორც ის ტრადიციული თავის წარსული და ფესვები, ასევე ამერიკა, მისი ახლანდელი სამყოფელი. იმ აპოლონიას ვიცით, რომ ტრაგიკულად ააფეთქებენ, ხო, მაიკლის ნაცვლად ააფეთქდება და წართვევენ ამ ქალს. და кейს შემთხვევაში ვიცით, რომ დაშორება მოხდება. ნუ ეს კიდევ ძამძიმე პროცესი იყო. და მაიკლი თავის მხრივ ეს არის კაცი, მე ხო თქვი, ეს ფილმი არის მათ შორის იდენტობასაც მეთქი და ეს არის კაცი, რომელიც იდენტობას ვერ პოულობს. არც მთლად წმინდად სიცილიელი არ არის. არც მთლად წმინდად ვერც იმას იტყვი რომ ამერიკელი და თანამედროვე, იმიტომ რომ ამერიკაში ჩამოდის ცოლი ყავს ეს ამერიკელი ცოლი, თავის მხრივ ქეი, რომელსაც თავისი სიცილიური ხედვები და ტრადიციებით უდგება და ამ ცოლისთვის ეს ყველაფერი არის საცილად ასაგდები მომენტებში და გამაღიზიანებელი. თავს ვერ პოულობს, ასე ვთქვათ, მაიკლი ვერც ერთთან თავს ვერ ხსნის. იდენტობის პრობლემაც არის. და ის რომ შენ საკუთარი იდენტობა ვერ იპოვე. აი და აქ მინდა კონტრასტი გავულო და უკვე ფინალისკენ მივდივარ. თვითონ ვიტო კორლეონესთან. ვიტო იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კაფიო იდენტობა. ის კაცი იყო სუფთა სიცილიელი, ჩამოვიდა ამერიკაში და თავისი ფესვი არ დაკარგა და თავის ფესვებთან სიცილიურთან ჰქონდა ძალიან თბილი, ცოცხალი და ღრმა მიმართება. ამ კაცის ცხოვრებაც იყო სავსე ვიტოს ცხოვრება და შემდგარი ცხოვრება. და ვიტოზე როდესაც საუბრობთ, დასაწყისშიც მე ვახსენე ეს, რომ ვიტო როგორი ადამიანია. არაფერი არ ქონდა, ცარიელი ჩამოვიდა, ხო? ყველაფერი მან შექმნა და ამ ყველაფრისა არაფრიდან ყველაფერი და ყველაფერთან მიმართება კიდევ ერთხელ რაღაცა სიცოცხლით ახსავსე იყო. და მაიკლის შემთხვევაში მაიკლს ყველაფერი დაუხვდა. მაიკლს ოჯახი კი არ შეუქმნია, მაიკლმა ოჯახი იმემკვიდრა, როგორც სისტემა, უკვე არსებული სისტემა და მაიკლიც თავის მხრივ ოჯახს როგორც სისტემას ისე ექცეოდა მექანიზმს, მანქანას, რომელიც უნდა შეინარჩუნო და რომელიც უნდა გააფართოვო, მაგრამ მას ცოცხალი მიმართება თავის ფესვებთან და ოჯახთან ქონდა დაკარგული. ეს მხარე მასში არის ატროფირებული, ასე რომ ვთქვათ. ვიტოსგან განსხვავებით, მაიკლი კი არ ცოცხლობს, არამედ მაიკლი ფუნქციონირებს მექანიზმები და ეს მის გამომეტყველებებზეც აისახება ხოლმე. კუთრებით მეორე ნაწილში. და ასევე, როცა აი ამ ორ გმირზე საუბრობდით, იგი საუბრობთ ვიტოზე და მაიკლზე. ვიტოს შემთხვევაში ხო, აი ამაზე რომ მისი ცხოვრება სავსე ცხოვრებაა, ბედნიერი და ვიტოს სიკვდილი როგორია? აი სიკვდილი კონტრასტ კი, ანუ ეს კაცი მიუხედავად იმისა, რომ მოწყდა თავის ძირებს სიცილიას, შიგნიდან ის არ დაკარგა, აი სითბო და სიყვარული თავისი ხალხისადმი და მართლაც ამერიკაში ამ ადამიანს აქვს მოწყობილი ნიუ-იორკში სიცილია და სადაც ის დაიღუპება, ლანდშაფტი არის სიცილიური, პამიდრებია, ხო, ბუნება არის, ცოცხალი ბუნება არის და თავში ბავშვიც ახალი სიცოცხლეა და ბავშვთან ერთად თამაშობს, ეთამაშება და იქვე დაეცემა. არაფერი.
სიხარულში დაეცემა, ბედნიერებაში შემდგარი კაცია და თან ვიტოს არა აქვს ისეთი მოგონებები, როგორიც აქვს მაიკლს, აი თავის ცოლთან თუ ქალებთან დაკავშირებით. მაიკლის როგორ იხსენებს, ხო, ბოლოს ამის გონებაში ხო სულ თავის ქალები ტრიალებენ, აი შვილი და ეს პირველი ცოლი და მეორე ცოლი და ესენი მისთვის არიან როგორ, აი ოცნებასავით აუხთენელი ლტოლვასავით, რომელიც შენ ეს სიყვარული და ბედნიერება რეალობაში ვერ განახორციელე, რომელიც დაგეკარგა და რომელიც შენ ვერ შემოიერთე შენს ყოფიერებაში. და ვიტოსთვის აქაც ვიტყვი, ოჯახი იყო ცოცხალი ორგანიზმი, ოჯახი იყო სიცოცხლე. და როგორ ვთქვა, ამ კაცმა თვითონაც ამბობს, მე უზრუნველი არასოდეს ყოფილვარ, ქიარლეს, ხო უზრუნველი ასეთი არ ყოფილვარ. ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე, მისი კეთილდღეობისთვის. ოჯახი არის სიცოცხლე, პიროვნებები, შენი შვილი, შენი ცოლი, ასე შემდეგ. და ეს თავის მხრივ ბიზნესიც. ჩემთვის თავარი კი არ იყო, ეს ბიზნესი. კი, მეორეა. ვიტო თავის ძმას არ მოკლდა. არაფრით. ეს ბიზნესიც არის იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებო, ოჯახზე იზრუნო და ოჯახს ემსახურო. მაიკლის შემთხვევაში ვითარება განსხვავებულად იყო. მაიკლისთვის ოჯახი არის არა სიცოცხლე, ეს არის სისტემა. ოჯახი ამ კაცს გადაიქცა იდეაფიქსად. აი მაგას დავაკვირდეთ. და თავის მხრივ ამ სისტემამ, ამ იდეაფიქსმა ის შეიწირა და ჩაიტანია, აი როგორც სტრუქტურის ხრახნი. და აი ეს სიცოცხლე დაკარგული ქონდა და მისი სიკვდილი სცენასაც რომ შევხედოთ, განსხვავებით ვიტოსგან, რომელიც გული და სულით, აი ზგერდა ის სიცილიური, ეს სიცილიაზე კვდება, სადაც ქალიშვილი მოკვდა, სადაც პირველი ცოლი მოუკვდა, მაგრამ მარტო სულობაში სრულიად მარტო ზის იზოლაციაში და თან ლანდშაფტი როგორია თითქოს ხო სიცილია, მაგრამ მიწას თუ დავაკვირდებით, არის უნაყოფო, გამომშრალი და გამომხმარე მიწა. მარტოობაში და ერთი მის გვერდით ვინც არის ის პატარა ძაღლი ერთი მხრივ იდეაფიქსზე და სიცოცხლეს საუბრობდით და აი ეხა სიცილიიდან მაიკლი ხო ჩამოდის ამ ხაზისკენაც რო წავიდე და წერტილი რო დაუსვათ. ეხა მეც კულმინაციისკენ მივდივარ. ხო და სიცილიიდან ჩამოდის და მე ქეისთან მიდის, ხო? და кейს თავის მხრივ ეუბნება, რომ მე შემჭირდები, მე საქმიანად პრაგმატულად. ეს კაცი ცივია. სამყაროს, მთელ სამყაროს. ისე უდგება და ადამიანებს, როგორც საჭადრაკო დაფას, როგორც საჭადრაკო ფიგურებს. ეს ქალიც მისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც მას სჭირდება რაღაცა ფუნქციის განსახორციელებლად. და ეს ფლოდ იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი სიყვარული ცოტა უფრო რობოტისეულია. და მის ძმაზე როცა ვლაპარაკობ და ძმა ხო გაწირა ფრედო, რატო გაწირა ძმა? მაიკლი აქვს უკიდურესად სისტემური ხედვა, ხა მასეთი ვიტოს ცხადია არ ქონდა. მისთვის ეს ძმა შეაფასა ობიექტურად, რომ რა ადამიანია, სუსტი ადამიანია, უმწეო ადამიანია, რომელიც თავის გულში ბოღმას აგროვებს და ასეთი უმწეო კაცი, რომ შეიბრალო, შეიძლება ამ შებრალებამ მასში კიდევ უფრო მეტი ბოღმა აღძრას, იმიტომ რომ კიდევ მეტად დაინახოს თავისი უსუსურობა. როდის რას გიზავს, კაცმა არ იცის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მე როცა ამას ვხედავ, სისტემიდან ასეთი ელემენტი ეს საფრთხის შემცველი ელემენტი უნდა მოვიშორო, მისი ლიკვიდაცია მოვახდინო და თავის ძმასაც ფიგურად, ელემენტად განიხილავდა და არა ცოცხლად თავის ძმას, თავისი ცოცხალი ოჯახის ნაწილს და როგორც ცივი გონებით რა, და გარდაცვალების შემდეგ 2 წლის თვალყი. აი, რკინისებურად. და ამიტომაც ამას სიცოცხლე დაკარგული აქვს და ცოცხალი მიმართება ოჯახთან და ყველაფერთან. ეხა ფიფთლად გადავალ იმისკენ, სულ აი ბოლოსენა მინდოდა მეჩვენებინა და მეც დამეგვირგვინებინა, ასე ვთქვათ. მაიკლი როგორ მთავრდება, ხო? რომ ავიღოთ სამივე ნაწილი. პირველ შემთხვევაშიც მაიკლის სცენით მთავრდება, რომ როდესაც მას დონა დაღიარებენ, ხელზე ხო კოცნიან და кейს ამ ქალს კარს მოუხურავენ. ეს ქალისთვის კარის მოხურვა ძალიან სიმბოლურია, პატრიარქალური სამყაროა, ქალის ადგილი არ არის და მოუხურეს ამ ქალს. არა, ეს ქალი კი თავის დროზე შურს იძიებს, მაგრამ შურის ძიება რა იყო, რომ აი ვაჟი ხო მოუკლა, ის ხო აბორტი იყო. და მეორე ნაწილის და საინტერესო რომ მაიკლი იმ შურის ძიების ძმის კვლევის შემდეგ ზის და ფიქრობს. და ნუ მესამე ნაწილში თავის მხრივ იქაც არის მოგონებები. ახსავს რაღაცა ტოლვით და ნოსტალგიით წარსულისადმი. და აი მე როდესაც ვლაპარაკობდი რომ მაიკლ კორლეონე არის ტრაგიკული გმირი, ასეთი რაღაცა ვთქვი რომ ტრაგიკულ გმირს მეთქი აღასიათებს რაღაცა შეცდომა. და ასევე მისთვის დამახასიათებელია რომ ვერ აცნობიერებს ამ შეცდომას. და როცა გააცნობიერებს, მე იწყება ტანჯვა. მე პირადად ვფიქრობ რომ მაიკლ კორლეონემ მეორე ნაწილის ბოლოს ის აცნობიერებს თავის შეცდომას, თავის ცოდვას, ხამარტია ბერძნულად რას დაუძახე. მისი ცოდვა რა იყო? მისი სიამაყე, მისი ზვიადობა და მისი ის ილუზია, ან ამბიცია, რომ მე სხვა ვარ,
ოჯახისგან გამოყოფილი. მე ჩემი გეგმები მაქვს და მე არა ვარ დონ კორლეონესადმი და მისი ხედვებისადმი დაქვემდებარებული. და აქ მანდაც ჩანს თავის მხრივ ოჯახი გადის მამის შესახვედრად, რაღაცა ტორტი აქვს მომზადებული და მაიკლი სუფრასთან მარტო რჩება. მისი შეცდომა, მაიკლის შეცდომა ხამარტია ტრაგიკული გმირის, რომელიც განცნობიერა მეორე ნაწილის ბოლოს და მე მისი ტანჯვაც დადგება. მისი იზოლირებულობა, მისი მარტოსულობა, მისი არ ვიცი, ეს ეგრეთ წოდებული აღმატებულობა, ზვიადობა და მისი გათიშულობა, ასე ვთქვათ. და მისი მიუკარებლობა და ხელშეუხებლობა. ღრმად თუ დააკვირდებით, ხელი შეხებასაც ვერ იტანს, საკუთარი ძმის მხრიდანაც, როცა ზედმეტად ეხებიან. ერთი მხრივ არის ინდივიდუალიზმი. როდესაც გინდა რომ ჩამოაყალიბო შენი დამოუკიდებელი ყოფიერება, ხო? ეგ კიდევ სხვა არის. მაგრამ მეორე მხრივ არის ისეთი დამოკიდებულება ქედმაღლური. როდესაც შენ იმას ოჯახს ასე ვთქვათ, საიდანაც მოდიხარ, სადაც გაიზარდე, ერთგვარად ზემოდან უყურებ ასე ვთქვათ და მოიხსენიებ რაღაც შეფარული ირონიით შეიძლება. და თავი მოგაქვს რომ მე ეს არა ვარ, მე მაცნაირი არა ვარ, მე სხვა გზა მაქვს. უკეთესი გზა. ქედმაღლობა რატო იყო ეს? ანუ იქნებ მარტო ჯეროდა რომ რეალურად უკეთესი არა, კი, დიდი მადლობა. ესეც საინტერესო კითხვაა. ეს მისაღებია, მაგრამ ქედმაღლობა ეხლა როგორ მარტო აი ადამიანს როდესაც უყურებ და ცდილობ ის შეაფასო, ხო? მარტო არ არის ეს ვერბალური კომუნიკაცია რას ამბობს. არამედ მნიშვნელოვანია როგორ ამბობს, რა ტონით ამბობს, რა მიმიკებით ამბობს. არ ვიცი, რა მოძრაობაში, დინამიკაში, რა კონტექსტში წარმოთქვამს და მე ამ ყველაფრის როგორ თქვა, ჰოლისტური ხედვა ჯამში ტელეკომუნიკაციის უფრო მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ერთგვარი ქედმაღლური აქტი შეიძლება ყოფილიყო. და თვითონ პერსონაჟი ხა საინტერესოა როგორია, ხო? ახსენე რომ უბატონო პერსონაჟია, მას არ სიამოვნებს, როდესაც მის ნაცვლად სხვა იღებს გადაწყვეტილებებს. მას არ სიამოვნებს, როდესაც არის სხვა განკარგულებას გასცემს და მისი შესრულება მოუწევს. არ სიამოვნებს, როდესაც ვინმე ზედმეტად ეხება, ვინმე ზედმეტად უშინაურდება მას. ეს ფიზიკურ დონეზეც ჩანს და ასევე ურთიერთობების, პიროვნული ურთიერთობების დონეზეც ჩანს. და ეს მისი ტენდენცია იზოლაციისკენ, რაღაცა მარტოობის, განმარტოებისკენ, არ ვიცი, ეს მნიშვნელოვანია რა. და ეხლა მაინც და მაინც იზოლაცია და განმარტოება არ არის აუცილებლობით დაკავშირებული ქედმაღლობასთან, მაგრამ როდესაც ეს უკვე გადაეჯაჭვება ძალაუფლებას, როდესაც ეს მარტოობა და შენი იზოლაცია აიხსნება იმითი, რომ შენ როგორც უმცროს შვილს, თქვათ იმ ოჯახში არ გერგება დომინანტური პოზიცია და ყოველთვის შენდამი დამოკიდებულება იქნება ზემოდან ქვემოთ. ასეთ შემთხვევაში შენი მარტოობა შეიძლება იყოს ახსნილი იმითი, რომ მე არ ვიღებ და ვერ ვიღებ იმას, რაც მე მეკუთვნის და მე მეკუთვნის ძალაუფლება, მე მეკუთვნის დომინანტური პოზიცია, პირველობა. არ ვიცი, მაიკლში მე პირადად კონტროლის სიყვარულს, ძალაუფლების სიყვარულს, რაღაცა ძალიან ძლიერ თავმოყვარეობას, გაუტეხავობას თავიდან მივხედავ და იმ ატმოსფეროს რომელიც მას გარს აკრავს და ეს ატმოსფერო პირველივე სცენაში მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უწყინარი სცენაა, ხო, სტუმრად მოვიდა და ასე შემდეგ. არის ლიდერის ატმოსფერო, ბრძანებლის ატმოსფერო და ეს არ არის იმ კაცის აურა ბოდიში, რომელიც იქნება თავისი ოჯახის ნაწილი და რა ვიცი, როგორ თქვა, უმცროსი შვილი, ასე ვთქვა და მაიკლს შემეაზრეთ, ისიც არ სიამოვნებს სადღაც თავის გულში რომ ოჯახი მას სერიოზულად არ აღიქვამს, სათანადოდ არაფასებს. შეიძლება მამის შემთხვევაში ეს არ მოქმედებდეს, მაგრამ იგივე ძმა რო ავიღოთ. ბოდიში მისი ძმა სონი. დამოკიდებულება უფრო ირონიულია რა, რომ ეს არის რაღაც უნივერსიტეტ დამთავრებული ბიჭი და უბრალოდ ის ჭკვიანია, მაგრამ იმ მაიკლისგან არ მოელიან, რომ ის შეიძლება იყოს ისეთი საქმეების ჩამდენი, როგორ საქმეებსაც ისინი ჩადიან და ბედავენ. მისი უშიშრობის და მისი გამბედაობის, ომის გმირობის მიუხედავად, თლად არ სჯერათ. არ ვიცი, კაცში არის ძალიან დიდი პოტენციალი და ეს პოტენციალი ბრძანებლის სათანადოდ არ არის შეფასებული. სათანადო ქცევას ვერ პოვებს რა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტერმინიც არსებობს, ხო, აღმატებულების კომპლექსი როცა გაქვს. როცა ადამიანს აღმატებულების კომპლექსი აქვს,
ხშირად ის ერთ-ერთი ურთიერთობებს ერიდება ძალიან გაშინაურებაზე და გათქვეფას, ასე ვთქვათ. რადგან მას ჯერა, რომ თუ ურთიერთობა შედგება, ამ ურთიერთობაში დომინანტი და მბრძანებელი უნდა იყოს თვითონ. და ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სხვისი ნების მიხედვით გაიაროს, სხვის დაკრულზე გაიცეკვოს. ეს ვიტოსაც ჰქონდა, მაგრამ ამის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ეს არის სრულყოფილებამდე დახვეწილი და მიღწეული უმაღლეს მომენტამდე. ეს ხო, ესეც ხო მარტოობა, ეს იზოლაცია რა. ეს სურვილი რომ შენ თუ შეხვალ ურთიერთობაში, შენ ხარ მან თავარი. შენგან უნდა მოდიოდეს. ეხლა არიან ადამიანები, რომელთა შემთხვევაშიც ეს უსაფუძვლოა, ასეთი რწმენა და ასეთი მოთხოვნა, იმიტომ რომ რეალურად თავი არ აგდა რა ამბრძანებლობას იყო და ამ კაცს ქონდა რეალურად და ქონდა, არ ვიცი, მისი ძალა, რომ ყოფილიყო თავი, რასაც ქვია, ბატონი, თავად მბრძანებელი. საკითხავი ის არის, ფილმის ბოლოს, აი მაიკლსა და პირველი ნაწილის ბოლოს ხო იმართება დონს კორლეონეს შორის საუბარი. ეს მიდრეკილება ლიდერობისკენ, ბრძანებლობისკენ სხვადასხვანაირად შეიძლება გამომჟღავნდეს, ხო? სავალდებულო ხო არ არის, რომ ამ მაფიოზური ორგანიზაციის თავი გახდე. იგივე შეიძლება ისამოს სენატორი კორლეონე, პრეზიდენტი კორლეონე, ამ მიმართულებით ეს ვერ განვითარდა. და იმ ვიტოს ხედვა და ვიტოს ოცნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ შულთან მიმართებით ეს იყო, რომ მან წავიდეთ, ასე ვთქვათ, ლეგალურები გავხდეთ, ლეგალიზაციას მივახციოთ. ამათი სწრაფვა, მე რომ ვკითხო, ეგეც ტრაგედია ლეგალიზაციისკენ, აი კანონიერებისკენ და ის, რომ აი ამ ამერიკულ საზოგადოებაში, ამერიკულ სამყაროში შენ გახდე სენატორი, პრეზიდენტი, მმართველი. ეგ არ ვიცი, კრახისთვის იყო განწირული, იმიტომ რომ ამათი ხედვა, სოფხედვა, ფილოსოფია არის სხვა ფილოსოფია. იმ სახელმწიფოს ძირში კიდევ სხვა ფილოსოფია დევს და შენი მაფიოზური ფილოსოფიით რომც გეგონოს, რომ პრეზიდენტები და სენატორები შენზე ნაძირლები არიან, იქ სათავეში არავინ არ მოგაქცევს. გრჩები ქვეშ სამყარო, მიწის ქვეშა სამყარო. თუმცა მაინც პერსპექტივა ჰქონდა. პერსპექტივა რა თქმა უნდა ჰქონდა. მართულებით ის გარდან ტექნოლოგიურად დამდგარი იყო საერთოდ შეერთებოდა. კი, ზუსტად ამაშია საქმე. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ტრაგედიაზე, ტრაგიკული გმირი რატო არის, ხო? ტრაგიკული გმირი და რატომ თუ ეს ბოროტმოქმედი არის? ბოროტმოქმედი თავიდანვე მიდის ამ შეუბრალებლობა და ასე შემდეგ. ტრაგიკული გმირი ის არის, რომ არის გარემოებების მსხვერპლი, რაღაცა ბედის წერის ქარგა არსებობს, ბორბალი, რომლის მსხვერპლიც ხარ და რომელიც თითქოს გაიძულებს შენ და გაქცევს თავის ნაწილად და გჭამს შენ რაღაცა განვითარების ნაწილი ხარ, რაღაც კანონზომიერების ნაწილი. აი, ძალიან ღრმა ლოგიკა დევს ამაში. ლოგიკა როგორი იყო? აი ვიტოს მამა გავიხსენეთ, კაცი რომელიც ასევე არ შეეპოვა ადგილობრივ მაფიოზს, ის მალევე მოკლეს, მოიცილეს. მე ამ ვიტოს შემთხვევაში უკვე ნიუ-იორკში გაფართოვდა მისი სამყარო, ესეც არ შეეპოება, მაგრამ ამას უფრო მეტი ჭკუა აქვს და თვითონ ოჯახს და თავის მაფიოზურ სისტემას აყალიბებს. თავისი შვილი ამას იმემკვიდრებს და მიიყვანს სრულყოფილების დონემდე. ამას გასდევს ერთი საერთო ქარგა, ერთი საერთო ლოგიკა რა. ჯერ არაფერი არ არის, მერე რაღაცა იქნება, მერე რაღაც არის სისტემა და კოდი მუშაობს ავტონომიურად და შენ გაქცევს თავის ნაწილად და შენ გიწირავს. აი სოფლიო ისტორიაშიც, თაობები ეს ისტორიაშიც და ტრაგიკულობაც ამაშია. რა ვიცი, ის ტრაგიკოსი პოეტებიც რო იყვნენ იგივე ძველ საბერძნეთში, მაგას ხედავდნენ, რომ არის რაღაცა ძალები, კანონზომიერები. შენზე აღმატებულები არიან. და რომლებსაც შენ შეიძლება გაებრძოლო, მაგრამ ამ ბრძოლაში მარცხდები და მაიკლიც ამ ბრძოლაში არის დამარცხებული. ამდენად არის ტრაგიკული გმირი. კრახით ეგ ბრძოლა დასრულება. კაცი ვიტოს არასოდეს არ მოუტანია თავი ისე რომ მე მაფიოზი არა ვარ და ასე ვთქვა. ისამოს მე არ მრცხვენია ის ვინც ვარ და მე ვიცი რატომ გავაკეთე ეს, მე ოჯახისთვის გავაკეთე ამის შემდეგ. მაინც ამის რცხვენოდა და აი დასაწყისში ხო ვთქე ის, რომ ისე რაღაც ისე ყვება თითქოს ქარიშეებს. თითქოს ოჯახიც არ არის და ოჯახური ფოტოს გადაღება რომ მიდის, არ დგება ფოტოს ოჯახთან ერთად, არ დგება ფოტოს საერთო ფოტოში. და მე დაუძახებენ, რამის ძალით დაუძახებს მამამისი და დააყენებს. და შენ რომ მე ამათი ნაწილი არ ვარ და ბოლოს ისე აღმოჩნდება, ისე დატრიალდება ყველაფერი. მაგათი ნაწილი კი არა ხარ, რომ ეგენი სად მოვლენ შენამდე ისეთი სტრუქტურის ისეთი ნაწილი ხარ. თვითონ შენ ხარ ეგ სისტემა. შენში დაატარებ ამ მე ვიტყოდი ამ სისტემურ ბომბს, რომელიც ელოდება შესაბამის გარემოებებს, რომ აფეთქდეს და თავი გამოარჩინოს.
ის მომენტი, როცა ხდები ის ვინც ხარ, საავადმყოფოს მომენტი ავიღოთ. ის ძალიან დრამატული სცენა მკვლელობის, ხო? არავინ არ ელოდა ამ კაცისგან, რომ ის ამის ჩამდენი იყო. აი ეს ეგონათ, რომ რაღაცა პრაგმატული, ფხიზელი, გონიერი კაცი ამას დაელაპარაკები, ის სონი არანორმალურია, იმას ვერ დაელაპარაკები. და აღმოჩნდა, რომ არანორმალური. ეს მაგიტომ გავუშვეს რომ ისინი არ მოიფიქრებენ. კი, აი ამან ხა ყველა მიცოდა რომ ეს რაღაც კულტურული ნასწავლი ადამიანი რა უნდა გააკეთოს ახლა. და იქ სცენაში, ეგ სცენა არ გვინახავს ჩვენ მკვლელობის სცენა. კამერა მაიკლის სახისკენ გადაინაცვლებს და სახე გამომეტყველება როგორ რაღაცნაირად შეჭმუხნულია, თითქოს დისკომფორტსაც განიცდის, რომ აი დაძაბულია და ამ მომენტში მის თავში რა იხარშება კაცმა არ იცის. ხედავს მხოლოდ გამომეტყველებას. შეიძლება იმას ფიქრობს, რომ აი როგორ შეარჩიოს საუკეთესო მდგომარეობა, რომ რა ვიცი, ამათ დაუმიზნოს თუ ასე შენ. შეიძლება იმაზე ფიქრობს, რომ ამას თუ მე გავაკეთებ, უკან დასახევი გზა აღარ იქნება და მე რასაც ასე გამოვეყო, რისგან გამოყოფასაც ვცდილობდი, იმის ნაწილად ვიქცევი. ანუ ბევრი ფიქრია, ამას რა შედეგები მოყვება. რა ვიცი. აი თქვენ ახსენეთ გახდა ის ვინც იყო და ეგ იყო თუ სხვა განვითარების შემთხვევაში სხვა კაცი იქნებოდა. ის არის თავდაპირველად ალტერნატიული. კი, ეგეც ძალიან საინტერესო კითხვაა. აქ არის ლაპარაკი თვითონ ფილოსოფიაზე. აი რა ფილოსოფია უდევს საფუძვლად ფილმს და იმ. აი მას. ეხლა ფილოსოფია მე პირადად ამაში ამ ფილმში რასაც ვხედავ და ნაწარმოებშიც არის ბედისწერით დაღდაცმული ფილოსოფია და აი ეხლა შეიძლება ტერმინი იყოს, მაგრამ რაღაც მეტაფიზიკური ფილოსოფია, რომელიც აღიარებს შენზე მაღალ ძალას, ბედისწერას და აღიარებს შენს პიროვნულ იდენტობას, როგორც მოცემულობას, როგორც რაღაცა აპრიორულს, რომელიც თავის მხრივ არის რაღაცა გარსით არის გარშემორტყმული. ხო, ეს შენი გარსი შეიძლება იყოს რაღაცა შენ გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები, ის თავ შენი პიროვნული უცვლელი მყარი ბირთვი, შენ ვინც ხარ ყოფიერება, ეგ არის მეტაფიზიკა. ის თავს აუცილებლად გამოიჩენს, გამომამშრალებს და იმ გზაზე წაგიყვანს შენ. იმ გზას მოგახაზინებს. ეხლა ეს შეიძლება ჩემი ეს ლაპარაკი დეტერმინიზმისკენ და ფატალიზმისკენ იხრებოდეს, ძალიან გამორიცხავდეს რაღაცა პიროვნულ გადაწყვეტილებას, პიროვნულ არჩევანსა და ასე შემდეგ, მაგრამ პიროვნული არჩევანი ცხადია მაინც არსებობს. და მაიკლის შემთხვევაშიც ეს პიროვნული არჩევანი იყო. პიროვნული არჩევანი ჩანს იგივე შენ მცდელობაში რაღაცას გაემიჯნო, შენს მერყეობაში გააკეთო თუ არა იმ მკვლელობის სცენაში, ის მერყეობის სცენაც არის ამავდროულად, მაგრამ ტრაგედია იმაშია, კლასიკურ აზროვნებაში ასეა, რომ ეს შენი გაბრძოლებები ამაოა. და იმიტომაც ვაკავშირებ, რომ ამისი აზროვნება მაინც არის აი კლასიკური, ამიტომ ხა ტერმინები რაღაც მეტაფიზიკური ისეთი, რომელიც აღიარებს დიდ ძალებს, ბედისწერას და პიროვნულ უცვლელ ბირთვს და ის ვინც ხარ, გახდე ის ვინც ხარ. ეხლა ეს ჩემი ფრაზა არ არის. ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ პოეტს ჰქონდა პინდაროს და მე ნიჩესთანაც არის ათვისებული ეკე ჰომო. მის ნაწარმოებს ქვესათაურად გასდევს, როგორ უნდა გახდე, ანუ ეს არის, როგორ უნდა გახდე ის ვინც ხარ. ეგ ფილოსოფია არის. მყარი ისა, ხო, ფერება. მაიკლი შეიძლება და ყოფილიყო ის ვინც იყო, ოღონდ მაგალითად კონგრესმენი. ზუსტად აი იგივე თვისებები. მაიკლ შეიძლება ეს გეგმაც ჰქონდა. ეს არის შენი დიდი ბოდიშიებული იქნება. ეს არის შენი გეგმა, შენი პირადი სურვილი და მამა შენი სურვილიც, მაგრამ ხო ვამბობ, შენი კოდი, შენი ყოფიერების კოდი არის ჩაწერილი იმ კულტურაში. იმ სისხლით არის შეღებილი. და ის შენი სისხლი და თავის მხრივ შენი სისხლი განსაზღვრავს შენ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, რომელიც გეუბნება, რომ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა homo homini lupus ეს ადამიანი ადამიანისთვის ომია. რომ შენ ხარ ბუნებით მაფიოზი, ის არ მიგიშვებს იქამდე, ის სხვისკენ გზას გიხერგავს, ასე ვთქვათ. და აი მაიკლსაც ასე ქონდა რა ჩახერგილი გზა და მე რო ვთქვი რომ ეს ცოლი, საერთოდ ეხა შენი ცოლია და ვისთან ერთადაც ხარ ან ქმარი, ეს არ არის რა მარტო ერთი პიროვნება, ის ბევრი რამის სიმბოლოც არის. თავისულთან განცდილი კრახი ამავდროულად იმ ამერიკულ სამყაროსთან განცდილი კრახიც არის. და არის ნიშანი იმისა, რომ მან ვერ შეძლო ლეგალიზაცია, ვერ შეძლო სრულყოფილად ამერიკანიზაცია. ბოლოს თუმცა მესამე ნაწილში
არის ისე იწყება, რომ თითქოს ლეგალურია, საქველმოქმედო ორგანიზაციები გათეთრება და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც ფასადია ჩანს. იქ შიგნით მაინც სხვა ამათეული საქმეები ხდება, პინძური, შურისძიება და ამათეული გარჩევები. და მაიკლი ამბობს აი მესამე ნაწილში ამბობს სწორედ სიტყვას. მთელ შეება ტრილოგიას განსაზღვრავს. რამდენჯერაც კი ვცდილობდი რომ მე აქედან გამოსულიყავი, იმდენჯერ უკან მithრევდნენ. ის კულტურა, ის სისტემა, ის ეგრეთ წოდებული ოჯახი, სტრუქტურა გატრიალებს როგორც ჩარხს და გითხრევს და ეგ არის სწორედ პიროვნება, მისი გაბრძოლება და ამავდროულად ჩვენზე მაღალი ბედი და ის სისტემა. მაიკლის შულს რაც შეეხება, აი მაიკლის შულის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეგ შანსი გაზრდილია და ის მას ყავს ენტონი, ხო ასე ქვია მაიკლის შულს. იმას უკვე სხვა გზა აქვს. ის შეიძლება უკვე ითქვას, რომ იმის ნაწილია, იმ ამერიკულის, იმ თანამედროვესი მოდერნული შეიძლება ასე უწოდოთ. და თავის მხრივ ხა ეს ბიჭიც ის ენტონი იყო შერწყმის ნაყოფი, ხო? დედად ქეი ყავს, მამაც ეს ყავს. მაგრამ მისი გზა, ენტონის გზა, სხვა გზა არის. ეგ გზა ფილმში არ ჩანს. ეს ფილმი, რაზეც არის ეს ტრილოგია, ეს არის ისტორია, Godfather, ეს არის ნათლიების ისტორია, ვიტოსი, მაიკლისი და წინაპრების მამის. ეს იქ მნიშვნელოვანი აღარ არის და მე თავის მხრივ გადალოცვა კიდევ ნათლიის სტატუსის მინიჭება სონის უკანონო შვილისთვის, ხო, ენდი გარსია რო თამაშობს ვინსენტის როლი. ოჯახური დრამა და ტრაგედია და თუნდაც ეს ქალიშვილის სიკვდილი რომანს მაშიც კი რაღაც თითქოს ეს სისხლი ყივის, ვისთან აბამს რომანს, მაფიოსთან, იმ ვინსენტთან და მაიკლი აფრთხილებს ამის შესახებ, რომ ასეთ კაცთან ურთიერთობა კარგს არ მოგიტანს და მართლაც შეიძლება შემთხვევი და უნებურად, მაგრამ ეს გოგოც არის ამაში ჩათრეული და ესაც მსხვერპლი ხდება. და ამათი ისტორიაა რა. და კიდევ ერთხელ ეს არის ისტორია ორი სამყაროსი, ორი კულტურის ღირებულებათა სისტემის შეიძლება ასე ითქვას. აი ემიგრაციის ერთი სამყაროდან სხვა სამყაროში გადანაცვლების ინტეგრაციის სირთულის. ეხლა მე სოციოლოგი არა ვარ, მაგრამ მაგ მიმართულებითაც გაშლი და სოციოლოგი შეიძლება მაგ მიმართულებითაც დაინახო. როგორ შეიძლება თუ არსებობს, ეხლა თუ ძალიან ფართო ფილოსოფიურ ჭრილში გაყოლა, თუ არსებობს ასეთი მყარი ეროვნული და პიროვნული იდენტობები და თუ მაინც და მაინც ამას უარყოფთ, არა. აი როგორ შეიძლება ეს გარდაიქმნას. ძალიან ღრმა ფილოსოფიური საკითხია, იგივე, ეხლა სულ თანამედროვეობასთან პარალელი რო ევროპა რო ავიღოთ, ხო? და ეს ისლამის ხალხი შედინება რო ხდება ის სირიელები, არაბები და იქაც დიდი პრობლემაა. ეს ხალხი თავისი ღირებულებებით მოდის და აბა ინტეგრაცია როგორ უნდა განიცადოს ამან. ეს ფილმი მათ შორის ამაზეც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ფილოსოფია არის ღრმად მეტაფიზიკური ფილოსოფია. რაც არის და არის ტრაგიკული კლასიკური გაგებით. რაღაც მაღალი ძა. განსხვავებული სცენარით რო გასათვალისწინებთ. ამ ბედის წერას თითქოს პირველ ეტაპზე იცინამდეგი ცხოვრების, შემდეგ სადაბო ეტაპზე, მაგრამ მაინც ტრაგიკულად დასრულდა. რა შეიძლება ეგეთები? როგორც მაიკლს და როგორც ადამიანს ზოგადად რა. ბედის წერამ რატომ დაჩაგრა რა ავტორმაც ბოლოს, ხო? სად დაუშვა? იმისი წარმოჩენა მინდოდა რომ ფილმიც და წიგნიც რაღაც მაღალ ძალებზეა. ბედის წერა მნიშვნელოვანია და სად დაუშვა შეცდომა მე აქ ის ილუზია გამოვაცხადე, ასე ვთქვათ, რომ შენ სხვა ხარ, შენი ოჯახისგან გამოყოფილი და რეალურად ის ხარ. და ამით იმის ჩვენება მინდა და მე რასაც ხედავ ამ ფილმში, ასე ვთქვათ, რა მიდგომასაც და რა ფილოსოფიასაც, რომ თავიდანვე არის ეს განსაზღვრული, დაწერილი, ამ ადამიანის ხასიათში ჩადებული და თითქოს ეს არის ადამიანის ბედი. მაგრამ ეს ასეთი ფილოსოფია, ეს არის გადმოცემული ფილმში. თუმცა ჩვენ თუ ფილმს გავცდებით და ფილმის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, ეხლა მე კითხვა შეიძლება დავსვა, რომ რატო შეიძლება მე ჩემი ოჯახის ნაწილად დავრჩე, რატო შეიძლება რაღაცა ბედი მატრიალებდეს და ასე შენ. რა თქმა უნდა, შენ შეიძლება გაიბრძოლო, წარმატებითაც მოხდეს, შენი გასვლა, ასე ვთქვათ, ამ სტრუქტურიდან და სქემებიდან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შენი ყოფა და შენი ცხოვრება ტრაგედია აღარ არის და ეს ფილმი არის ტრაგედია. და აი როგორ ახსნა თქვენ რომ რაში დაუშვა შეცდომა? ვერც სიტყვი ასე. ის შეცდომა არის, რომ თავიდან ვერაცნობიერებდა ან გაურბოდა იმას, რაც იყო.
მაგეთ შეცდომა არ გაგებით რომ პირიქით როგორ გაბედარო რაღაც გაქცეოდა წასული იყო და მაინც იპოვეს თან რასაც როგორცაც ისეთ შეცდომა არ დაუშვია რამაც მე ისე უკან მოაბრუნა რა და კი და ფილმიც ისე წარიმართება, აი გარემოებები და მოვლენათა ჯაჭვიც ისე ვითარდება, რომ ყველანაირად ის გიყვირის და მოგითხოვს. თითქოს რომ შენ მოდი ჩემთან, აი შენ ჩემი ნაწილი ხარ. და აი ასეთი სცენა, აი იგივე ემოციურად მდიდარი სცენა, არის ის მამას, როცა იხილავს იმ საავადმყოფოში, უმწევო მდგომარეობაში. და აი ასეთი თითქოს პატარა მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ რაღაცა თითქოს უბსკრულიდან რაღაც სიღრმიდან, რაღაც მორევი შეიძლება გიყვირის და გეძახის. აი როგორც ოდისეაში არის ჰომეროსთან, ხო გახსოვთ, სირინოზების ხმა და ის არ უნდა მოისმინო, თორე დაიღუპები, გაგიჟდები. და ამიტომ ოდისევსი ყურებში ხო და ყურებს კი არ დანარჩენები ყურებს დაიცობენ და ეს თავის თავს მიაბმევინებს, მაგრამ ეს მაინც უსმეს. ეგ ძალიან ეგ არის ეხლა ძალიან სპონტანურად ვავითარებ ასრებს. ეს წინასწარ არ მომიფიქრებია ხო და ეგ არის ძალიან დიდი ნაბიჯი, გამბედავი რაღაცა რა თვალსაზრისით, რომ შენ მიდიხარ იმაზე, რომ მოусმინო სირინოზის ხმას მორევიდან. ეს თავის მხრივ ბედი, სტრუქტურა და ასე შემდეგ, ესეც ერთგვარი მორევებია, ქარბურბალასავითარი, რომელიც გითხრევს. შენ უარს არ ამბობ იმ უღრმეს ხმას უსმინო, რომელიც დაწერილია, აი აპრიორში დაწერილია, სადღაც სიღრმეში არის გამოკვეთილი ასოები. მაგრამ თან შენ გაქვს იმ დონის ეშმაკობა და ცფიერება, რომ მაგ ამ ხმამ არ ჩაგიტანოს და ამიტომ ოდისევსი თავის თავს მიაბმევინებს გემზე, ანძაზე, თავის თავს მიაბმევინებს და ეს არის გმირი იმ სიღრმესაც, ყოფიერების სიღრმესაც არ გაურბის, მაგრამ მეორე მხრივ ყოფიერების სიღრმე მას ვერ შთანთქავს და ასეთი ჭკვიანი აი კაცი ოდისევსი საერთოდ ახლა ევროპული ლიტერატურის ისტორიაში არის აი ამოვინ მაგითი იწყება ოდისეათიოს თვითონ ევროპული ლიტერატურის ისტორია ცფიერება, მოხერხებულობა, ესე ბედის მოტყუება, ვიღაცის გაცურება, ხო მაიკლი არის ჭკვიანი დიდი სტრატეგოსი, საუკეთესო სისტემატიკოსი, მაგრამ ეს სილაღე და გადაგდება, აი თამაშებრივი გადაგდება და ეშმაკობა, აი ეგ მომენტი მაგას არ აქვს და ეს თავის მხრივ, ეს თამაში და თამაშებრივი გადაგდება ძალიან ცოცხალი მომენტია რა, რაც დადგენილ სტრუქტურებს კი არ ებრძვის, რქებით კი არ მიდის, გადააგდებს, გაამასხრებს და გაეთამაშება. ვიცი ფილმები, მე აქ მანამდე ფილმიც მაქვს გარჩეული გაქცევა შოუშენკი, სადაც მთავარი გმირები და გმირი თითქოს არის მოქცეული ასევე ჩაკეტილ სისტემაში, ციხეში. ციხეც მასეთი ხა, ციხე ფიზიკურად არის მაგის მეტაფორა. მაგრამ იჩენს ისეთ დამოკიდებულებას, რომ როგორ თქვა, ამ ციხეს არღვევს და აი შოუშენკზე რო ვლაპარაკობდი ადრე მქონდა მაგ ფილმზე. აი ამ კაცის დუფრეინი ქვია, ხო, ენდი დუფრეინი. დამოკიდებულება მთლად სერიოზულიც არ ყოფილა. თამაშობდა. აი თამაშით, მხიარულებით, ღიმილით და სილაღით ახსავს კაცი იყო. აი დიდი გათამაშება იყო რა ამ სისტემასთან და ხანდახან შეიძლება ეს სისტემისგან ისე გათავისუფლდება, მაინც და მაინც რქებით კი არ მიაწვე. აი გააცურო და გადააგდო, ეგრეთ წოდებულად. მაშინ ასე ხედავდი ამ მაიკლს და მაიკლს კი არა ამ შოუშენკს და მაიკლი იცით როგორი გმირია. ამის სახეზე, ალბათ თქვენ დააკვირდით, სამი ნაწილი რო აიღო და რა სიხშირით ჩანს ღიმილი. მეორე ნაწილში კაცი არ იღიმის საერთოდ. შემშრალი აქვს. არაფერზეც არ ეცინება და მე აი ვიტო კორლეონეზე რომ ამბობდი, რაღაც სიმპათიით ვარ და კარგად განვეწყობით, ხო? აი პირველ ნაწილში შეხედეთ ვიდეოს, ხო, კაცთან მოდიან ღმერთივით არის ყოვლის შემცლე. ამ კაცს შეუძლია ხუმრობა და აი სცენას გავიხსენებდი, უმოკლესი კადრია. მას კიდევ ერთი ნაშულები ყავს. ეს რო კეთილი კაცი იყო და ოჯახი რო უყვარდა და ვიღაცები შვილად აყვარდა, ეს ფაქტია. ჯონი ფონტაინი, მუსიკოსი რო არის და ეს ჯონი რაღაცას თხოვს პროდიუსერი ფილმში არ მათამაშებსო თუ რაღაც არის და ეს მის პაროდიას აკეთებს. აი ეს როგორ გაქალაჩუნებულ ხარ და აი ეთამაშება. ეს მხიარულება მაიკლის სახეზე ღიმილი რამდენჯერ იყო. ხო, აი პირველ ნაწილში იგივე ის კეისთან ერთად არის, აი პირველ ცოლთან ერთად და საინტერესოა რომ ბოლოს აი
რომ დავაკვირდეთ რომ მარტო როცა ზის სიკვდილის წინა სცენაროა რომ დაეცემა რა გონდება მაიკლს სამივე სცენაში იღიმის ანუ ამ კაცს მთელი ცხოვრება ქონდა ამ ღიმილის სეანსის და თამაშის დეფიციტი და ეს მხიარულების ნოსტალგია ასე ვთქვა და ამისკენ ღრმა სწრაფოდა იმიტომ ამბობ რომ ამ კაცის ცხოვრება არის არასავსე ცხოვრება კორლეონეს ხო ის მაინც ბედნიერი კაცი იყო ის ვიტო იმიტომ რომ ამას ქონდა როგორც ეს სტრატეგიული გონება ასევე გული მხიარულება სეანსი და ეს არის მექანიზმი მანქანა ტრიალებს და ამიტომაც მაიკლი არის პერსონაჟი რომლის შემთხვევაშიც და შემყურეთ განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ყოველი სტრუქტურის, აი თვითმოქმედი სტრუქტურის სისტემის, ბედისწერას დავარქმევთ კულტურას თუ ასე შემდეგ, მოქმედება, რომელიც შეგიწირავს და ჩაგიტანს. აი ღრმა რაღაცა რა ვიცი, ჩავახვიე. გულებით მოქმედებდა და გულით და ეს არაპატია. იმას ესმის და მიყვება. ესმის მისი ლოგიკა და თავად ხდება ის ლოგიკა. ამ ლოგიკას ის არიგდებს. აგდებას მე მეტაფორულად ბევრი ნიშნა. აი შეიძლება აგდო ბურთი, აიგდო ვიღაცა საცილმოდ. ქართულად ხო ბევრი დატვირთვა აქ ამ ზმნას. მიყვება, ხდება, აღიარებს, თვითონ ხდება ლოგიკა, მაგრამ არიგდებს. ანუ თავიდან არის ეს განდეგილობა ხო მართლა ოჯახიდანაც და მე კიდე აი ეს ტომი რო ეუბნება მე და მამაშენს და მამაშენსო შენთვისო სხვა გეგმები ჰქონდა. ეუბნება რომ მოიცა შენ და მამაშენი, ჩემი მასე გეგმავთო, მე ჩემი გეგმები მაქვს და აქ ორი რაღაცა ჩანს. რომ არც ის იმის გეგმებს ეთანხმება, აი სენატორობას რაღაც და მე კიდე თავში რო ეუბნება in case მაგალითად რომ ეს ჩემი ოჯახია, მე სხვაგან ვარ. არც ამ მაფიურ სტრუქტურას არ ეთანხმება, არც ამას არ ეთანხმება და აი მაშინ საინტერესოა იმ გეგმებში რას გულისხმობ და რას აპირებ დავითონ ცხოვრებაში? კი, ძალიან საინტერესო კითხვაა. ასევე დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. აი ცხოვრებაში რას აპირებ და ეს კაცი შუმა არ იცი, მაგრამ ჩემი აზრით რომ ამბობს რომ თქვენ გეგმავთ ჩემ ცხოვრებას, მე ჩემი საკუთარი გეგმები მაქვს. ამითი მაინც და მაინც იმისი გამოხატვა კი არ უნდა რომ თვისობრივად მისი გეგმები, სხვა გეგმებია ასე ვთქვათ და რაღაცა სენატორობა თუ პრეზიდენტობა და ასე შემდეგ არ უნდა. ამითი იმისი გამოხატვა უნდა რომ ამ გეგმებს ყავს სხვა პატრონი და ამ იდეის ავტორი არის სხვა და ავტორი არის მაიკლ კორლეონე და არა სხვა რომელიც ზევიდან შენ ასე ვთქვათ მოგქაჩავს. ეხლა ესეც ახლა დავინახე და გამოვიცარებ. ფილმის ის რო ავიღოთ, რა ქვია. პლაკატი თუ როგორია რო იწერება Godfather ხო და რა ხატია. ვიღაცა რო მარიონეტს რო ქაჩავს ვიღაცა ძაფებით. ეს არის კაცი რა მნიშვნელობა აქვს მამაშენი იქნება ვიღაცა ადგილობრივი მაფიოზი თუ კიდე ვიღაცა იქ მე ძაფებით ვერავინ დამატრიალებს ეს კაცი იყო ასეთი კაცი იყო ვიტოც და ეგ არის მაიკლიც და ეგ რომ მე ჩემი გეგმები მაქვს იმას კი რომ თვისობრივად სხვა გეგმები მაქვს კუთვნილება ამ გეგმების ასე ვთქვათ ავტორი არის სხვა და სხვა წარმოშობა აქვს ამ გეგმების და მისი წარმომშობი და დამატრიალებელი ძაფების ვინც მე ვარ ეგ ხო და მე მამამის რას ეუბნება ბოლოს საუბარში ბოლოს საუბარი ვარ აი მე სხვა იდეა მქონდა სენატორი კორლეონე პრეზიდენტი და მამა ეუბნება რომ მანდაც მივალთ we get there მანდაც მივალთ ჩვენ ისე ეს მაგარი საუბარი ძალიან ისე მამა რო დაუჭდება და რო ასწავლის და არიგებს ხომ დაბრუნდა თითქოს და ეს ხდება იმის რა ქვია საავადმყოფოს სცენის მერე. თქოს აღიარეს თავის ნეტო, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, აი ვერიაზრებდა ძალიან ბევრ რამესო რა და გაურკვეველი იყო ეს მამა უხსნის, რომ ესე დაგიბარებენო იქო. ხო ვითომ რომ მეგობრობას დაგანახებოდნენ შემოჩება. ხო დონბასსა და ბოლო მაინც მოხლავენ, აი მას დაგიპირებდნენ და ეს როგორ უსმეს რა. აბა ის გამყიდველი. ხო. ეს სცენა კიდე ამიდროების ბაღში ვიტოს სიკვდილს არის ჩემი ძალიან საყვარელი სცენა. ჯერ ხო ძალიან ლამაზია, მეგეც სცენები ძალიან ბევრია რა, ისეთი ლამაზი. მეორე ნაწილშიც აი არის, აი კამერა როგორ აყენია რაღაცა, კადრი როგორ იშლება, ყველაფერი საოცრებაა რა და მანდ არის ჯერ ხო ძალიან ლამაზი სივრცეა და ისე დაეცემა და ეს ბავშვი რო უყურებს და უცებ მიხვდა რომ ბაბუა დაეცა და
ეს ფიქრობს რომ კიდე თამაშს აგრძელებს და მე ბოლოს რაღაც ეპიზოდის მერე გაიქცევა რომ რაღაც ვერ მიხვდა რა მოხდა რა ეს ტრაგედია ვერ გაიაზრა ბავშვმა კი ვიზიარებ ბოლომდე ვეთანხმები ისე ვიტო ხო თამაში კვდება აი თქვენ როგორც ვთქვით ბავშვს ხო ეთამაშები რაღაც დაჯღანვის სცენებიც არის თამაში საუკეთესო სიკვდილი ალბათ უკეთესი ვერსი დაწერებს რა. თავიდან ისეთი პირველად რო ხედავ მაგ პერსონაჟს ვერც იფიქრებ მასე ითამაშებს გავხდა თითქოს რაღაცა ისეთი ისა. მე კატაზე ვხვდები. კატასაც ეთამაშება. მიუხედავად იმისა, რომ სპონტანური კადრი მაინც ჩანდა ის კომენტ რა ეგ კატა მე ძალიან ისეთი საკუთრი თქვა როგორც ფოტო სცენად გამოიყენეს ბოროტმოქმედებისთვის კატას რო ანუ რა კატა უფრო მაინც ასოცირდება ესეთ ნეგატიურ ცხოვრებთან კატა არ ძაღლი ხო ძაღლი პატიოსანია არასერიოზულობისგან რაღაც საერთო ინტერპრეტაცია მაგათ ხო მისტიური ცხოველი კატა მისტიური ცხოველია მაგრამ მე ვფიქრობ რომ კატა არის ცხოველი აი ნებივრობის მოყვარული ცხოველია კატა ერთგული არ არის ნებივრობა უყურს აი სითბო უნდა გასცე უნდა გაეთამაშო და ასე შემდეგ მაგრამ მე აი იმ სცენაში ხა თქვენ რაც თქვით ძალიან კარგი დამატება და ის იყო შევსება მაგრამ ხედავ კატას როგორც ნებიერ ცხოველს აი ნებივრობის მოყვარულს როგორ თქვა რაღაცნაირს აი ისეთ მე გეთანხმებით რომ ეს კატა სხვათა შორის ეხლა მე ძალიან ისე გადავალ შეიძლება ძალიან შორს გავიჭრა მაგრამ როგორც ნებიერა სითბოს მიმღები აი კლასიკური საზრუნო პრინციპებით რო შევხედოთ მაინც უფრო ქალურთან არის დაკავშირებული ვიტო კორლეონეს ქალურთან კავშირი გაწყვეტილი არ აქვს ატროფირებული არ აქვს საწყისი და აი მაიკლზე რა ვთქვა ეხა ეს ძალიან საწეულო ტერმინია მაგრამ რომ ტოქსიკური მასკულინურობაა შოკის სცენა არის ნუ ერთი კომედროების რამდენიმე ძალიან ბოლოს მაგალითის კეისო კარს მოუხულავენ და ეს ხელზე კოცნა ეს საოცრად ყველაზე მაგრამ ჩემთვის არის აი ჩემი საყვარელი სცენა ალბათ ინგლისურად მაგას ხან მონტაჟის რაღაცა უმაღლესი დონეა არის აი ბოლოს ბავშვს ნათლავს პირველ ფილმის ბოლოში ბავშვს ნათლავს იმ ტრადიციას აგრძელებს ან თვითონაც ხდება ნათლია ხდება Godfather და ამის პარალელურად ამას ინგლისურად ქვია cross cutting ანუ რაღაც ჯვარედინი კომენტატორი რაღაცა რა როცა რაღაც დროის ერთ მონაკვეთში აი ამ ადგილას მაიკლ კორლეონე ბავშვს ნათლავს ის ნათლია ხდება და მეორე ადგილას იმას დაბარებულია ყველგან გაგზავნილი ყავს და ყველა ეს მაფიოსი ყველა ეს მტერი რომელიც მას გააჩნია რომელიც ჩამოუთვალა თავის როზე ვიტო კორლეონემ და მე თვითონაც მივიდა ყველა მათგანის სიკვდილის სცენა აღბეჭდი და ახლა როგორ რამე აი ეს მაიკლის აი ბუნებასაც ძალიან კარგად აღწერს აი ერთ წამს ის დგას რაღაცა პაპის თულის წინაშე და ფიცდებს რომ არ მოკლავს არის ყველა ქრისტიანული მას აღიარებს ასე ვთქვა და ამის პარალელურად მეორე სცენაა სადაც იქ ვიღაცა სახლში შეუვარდებიან ვიღაცას იქ ერთი მე მგონი საავტოფროში შეუვარდებიან და საკაცის დაწვენილს მოკლავენ ანუ ამის პარალელურად სიცფია თან ეს რა არის რომ აი როგორ ჩანს აი როგორ არსებობს დანარჩენ სამყაროს აი სახელმწიფოს პარალელურად აი ეს რაღაც იატაკქვეშა სტრუქტურა თან აღიარებს იმას ანუ ეს რაღაც ტრადიციას აგრძელებს აი იმასთანაც კავშირი აქვს ეკლესიასთან და ამის პარალელურად იმას ჩათის ამაში არაფერი პრობლემა ძალიან კარგი და ლამაზი გაშლა იყო დიდი მადლობა ამისთვის მანდ ერთად შევსებდი ეს ორი cross cutting როგორც თქვენ თქვით ხო და ამაში კიდე ჩემი აზრით პირადად ისიც ჩანს რომ ეს ტრადიცია ნათლობას ავიღებთ ოჯახს რელიგიურობა და ასე შემდეგ არის ფასადი ხო რომელიც მანიპულაციის საშუალება ერთგვარ რომელიც ქმნის ბაზის საფუძველს ნდობისთვის კონტროლისთვის და იმის მიღმა სხვა რაღაცები ხდება და რაღაცა ძალადობრივი ბინძური საქმეები და ეს cross cutting-ი გამოყენებულია როგორც მე აი სტრუქტურაში ქარგებს რო გამოვკვეთი პირველი ნაწილი მეორე ნაწილის დასასრულიც ხო ეგ არის იქაც არის ეს cross cutting-ი გაკეთებული ხო ეს ჯვარედინი გვეთა და მესამეში როგორ არის ის მისი შვილი ანტონიოს პრემიერა ქონდა სიცილიაში ოპერაში ხო საოპერო კარიერა აირჩია და ამასთან ერთად ამის პარალელურად რა ხდება
პირველი ნაწილის დასაწყისიც არის აი ორი სივრცეა. ორ რაღაცას ვხედავთ, არის ჩაგნელებული ოთახი, სადაც საქმეები ირჩევა, მაღალი ფენის და რაღაცა და იმის პარალელურად ესე ჩემი მოადგილე. ყოველ 15 წუთში ეს კლიენტს მიიღებს, გაისტუმრებს, ამას ეთქვის და მე გადის იქ ცეკვავს, გაერთობა რაღაცა ფოტოს. სინათლე და სიგნალე. არა, იგივე პრინციპია, ეს აი ჯვარედინი ყოეს სინემატოგრაფიულად აი ძალიან კარგად გამოიყენა რა, აი კოპოლა. ნამდვილად ვიზიარებ პოლ. სხვათა შორის მე ტრაგედიაზე რო ვლაპარაკობდი და ფილოსოფიაზე რო ვთქვი, რომ ეს მეტაფიზიკა. მეტაფიზიკას რო ვიძახი, რას აღნიშნავ ამითი ტერმინია მეთქი. მეტაფიზიკა არის ყოფიერების ფილოსოფია. ყოფიერება რაღაც ნიშნავს ის რაც არის. უცვლელი, მაგრამ იგივეობრივი. და ეს არის მთავარი, აი მეტაფიზიკაში ეს არის მთავარი არსება, ხო? და ერთგან მე უკვე ქმნადობის ფილოსოფია კიდევ სხვა და მაიკლს მესამე ნაწილში აღსარებას რო აბარებს რომის პაპს. ის ასეთ რაღაცას ეუბნება, რომ მე ვიცი, რომ შენ ამ ყოველფრის არ გწამს და შენ ვერ შეიცვლები. მასეთ ფილოსოფიაში, მასეთ ფილოსოფიის მიმდევარე. როგორ ბედისწერის მორევში ჩაგდებული, ასეთ ცვლილების შანსი არ აქვს და ერთი რაც დარჩენია, ეს არის გაცნობიერება, ტანჯვა, ბოლოს კატასტროფა. ცვლილებისთვის მან გზა არ არის, შენ ვერ შეიცვლები. და მე ძალიან მიყვარს მან ასევე რომ ის პაპი ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ დემონსტრაციას ახდენს, რა ხატოვან დემონსტრაციას აიღებს პატარა კენჭს და ჩააგდებს იქვე. შადრევანია თუ წყალია, ასე ვთქვათ, რაღაც რეზერვუარია და კენჭში ხო წყალი ვერ შეატანს. იმას ხო შიგნიდან ვერ დაასრულებს და მთელი ევროპაც ასეაო. ამდენი საუკუნეა ქრისტიანობა, მაგრამ შიგნით ვერ შეატანა. ეგ ძალიან ღრმა ფილოსოფიური ისე რომ შენ ხარ ისევ იმ ძველ აზროვნებაში ჩარჩენილი და ქრისტიანულ ფილოსოფიას და ქრისტიანობას, რომელიც პრინციპში რო ვთქვათ, მართლა რევოლუციური იყო. ეხლა ქრისტიანობას დასაწყისში რევოლუციური იყო, მაგრამ ხანდახან აკარგვინებენ ხოლმე ამ რევოლუციურ მუხტს და იყო ცვლილების ფილოსოფია. კარდაქმნის ფილოსოფია. ამ ძველმა აზროვნება ეს გარეგნულად შეიძლება მიიღო, როგორც კენჭს ჩააგდებ წყალში, მაგრამ შიგნიდან მისით ვერ განიმშროლა. ეს ფრაზა თვითონ პაპის მხრიდან და ეს დემონსტრაცია კენჭის. რომ წყალში ჩაგდებული კენჭი. გარეგნულია, მაგრამ შიგნიდან როგორც კენჭი ვერ სოლდება. ისე ხარ. და ესეც აზროვნება მსოფხედოა, როგორია? ისე ბედისწერა, უცვლელი სტრუქტურები, ძველი მეტაფიზიკა, ძველი აზროვნება და ცვლილების ფილოსოფიისთვის და როგორ ვთქვა, გარღვევის ფილოსოფიისთვის მე აქ გარდაქმნაში იმას კი არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ქრისტიანულ რომ გახდე ის რაც ხარ, გახდე პრინციპულად სხვა. აქ ადგილი არ რჩება. და კიდევ სასწაულის ფილოსოფიისთვის, მაგასაც აქ თავის ფილოსოფია. ხო და ეს არის old school. ხშირად მართლდება, რომ ეს ახლობელი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე ის, ვინც ზურგში დანარჩა არ თავს. აი თუნდაც მარიო ბიუზოსთანაც სიცილიაში ის თავისი მეგობარი მოხდეს ადამიანი მოკლავს ამას და უამრავი მაგალითია ამის, ხო? და რა ხსნა შეიძლება კონდეს მაგას, რომ ზუსტად ეგ ახლობელი ადამიანები აკეთებენ ხოლმე. კი. ასევე საინტერესო კითხვა და გმადლობთ. იცით როგორ ცხოვრება, ამათ ის არის გადარჩენისთვის ბრძოლა. ვითარებები შეიძლება ისე წარიმართოს, რომ შენი გადარჩენისთვის, ან შენი აღზევებისთვის გჭირდებოდეს ვიღაცის გაწირვა. აი როგორც მაგალითად ბუნებას რო დააკვირდე, ხო? ვებხვი რო ანტილოპას შეჭამს, ამის გამო ხო ვერ გაასამართლებ. ანუ აქაც დაახლოებით ისეა, რომ ისეთი ვითარება შეიქმნა. მე მჭირდება ჩემი პოზიციების შენარჩუნება, ან მე მჭირდება დაწინაურება. დაწინაურებისთვის, გადარჩენისთვის და წინსვლისთვის მე შენ უნდა გაგიმეტო და გაგწირო. და აქ არ არსებობს ახლობელი და შორეული. და ეს ოჯახიც პრინციპში არის ერთგვარი ფასადი, ილუზია, რომელიც აღძრავს ნდობას. დობა შეიძლება ამან აღძრას სულელებში, ანუ ეხლა ეს სულელებიც ისინი იყენებენ ამ ტერმინს, თორემ მე არ მომიგონია, მაგრამ ჩვენ ვინც ვართ უნარიანები, მამაცები და გამბედავები, ვიცით რა სიბინძურე ტრიალებს აქ და რასთან გვაქვს საქმე. მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის და ამიტომაც ასეთ სტრუქტურაში მყოფი ადამიანი არის პარანოიით შეპყრობილი.
დაშინებული და რაც არ უნდა დიდი ძალაუფლება კონდეს მას, ვამბობდით ჩვენ, რომ დონსაკ აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება მოსვენებული არასოდეს არ არის. სულ გეშინია. სულ გაფაციცებული უნდა იყო. ყველას ეჭვის თვალით უნდა უყურო. მაიკ კორლეონეც ასე იყო. შენ ცდილობ გამოიცნო ყველას ღრმა ჩანაფიქრი, ყველას განსაზღვრა, განზრახვა, ჩაწოდე სხვების სულს, მაგრამ ამ დროს შენ საკუთარ თავს და შენ საკუთარ სულს კარგავ. აი, სხვა საზოგადოებაზე რო ვლაპარაკობდი მე, აი სხვა ტიპის ხედვაზე, სამყაროს ხედვაზე, როგორ თქვა, იმ შემთხვევაში აი უფრო ამერიკაზე ვლაპარაკობ თავისუფლების იდეალი, დემოკრატიით და ასე შემდეგ. იქ ხედვა უფრო ღია გახსნილია, არის მეტი გამჭვირვალეობა, სინათლე. ხა შეიძლება ეს რეალურად ვერა, მაგრამ აი იდეაში ეგ არის რა ჩადებული. ეს იმას არნიშნავს, რომ იმ ხალხს წმინდა წარსული ქონდა. უბრალოდ ისინი მივიდნენ ამ საფეხურამდე. და მაინც შენთვის უსაფრთხოება არის უკვე ისეთი მოცემულობა, რაც არის გარანტირებული, შეჩვეული ხარ მაგას და დაშინებული არ დადიხარ. აი ხა, ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მოგზაურობა როგორი რაღაცაა, ხო? აი მოგზაურობა მარტო ის არ არის, სადღაც ჩახვიდე, ჩეკინგ გააკეთო, ფოტოები გადაიღო. ხო უნდა დააკვირდე იმ ქალაქში თავს როგორ გრძნობ და აი შეიძლება ხა მე რო ვიყო სადღაც როსტოვში და კოპენჰაგენში თავს სხვადასხვანაირად ვიგრძნობ და სხვადასხვანაირად ვხედავ სამყაროს. და ის რა განაპირობებს, რომ შენიანი ზურგში ჩაგარდგამს, რომ როგორ თქვა, შენიანსაც ჭირდება გადარჩენა და თავს ხო არ გაწირავს, არა, თავს ხო არ დაიღუპავს და შენ ხო არ გამჯობინებს თავის თავს. თავადაც თავი უნდა გადაირჩენოს და ფრედოც ასე ახსნის თავის აქციელს, რომ ნუ მე როგორი კაცი ვარ, დამცირებული კაცი ვარ, აი მაიკლის ძმაზე ვამბობ, ხო მაიკლთან საუბარში, პატივის სემა მე არა მაქვს, მარტო რაღაცა ხელს დამიქნევთ იმ კლუბში წადი, ამ კლუბში წადი და მე მინდა რაღაც ჩემი საკუთარი მქონდეს და მე როგორც პიროვნება წამოვიწიო წინ და ამიტომაც მე მზად ვარ, რომ შენ დაგწიო უკან. ან შენ საერთოდ მოგიშორო. ხა ფრედოს მასეთი ღრმაზრები არ ქონია, ცოტა უფრო ჭკუამოკლე იყო, მაგრამ მაინც ჩაითრიეს ამ საქმეში. იგივე რო ავიღოთ. აი იმის შემთხვევაში, ვიდეოს შემთხვევაში ვინ იყო ერთ-ერთი მოღალატე, მისი ახალგაზრდობიდან უახლოესი პირი, მისი ასე ვთქვათ, ბიზნეს პარტნიორი შეიძლება ასე ვთქვათ, ვინმე ტესიო ასე ქვია, ხო? ეს კაცი ამ კაცის მხრიდან ეს ღალატი კი არ ფასდება როგორც ის ბოროტი და ცუდია. ბიზნესი ასე მოითხოვს უბრალოდ. აი, ცხოვრება მოითხოვს ამას და ცხოვრება ამათვის არის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. ხა მე ჩემ პირად შეფასებას გავაკეთებდი. ასეთი ფილოსოფია, აი, რომ ცხოვრება თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, მე ვიტყოდი, რომ უფრო არის პრიმიტიული, უფრო უბრალო და აი უფრო ველური და პირველყოფილურ ძირებთან ახლო. და ერთ-ერთი მომენტი, რაც განაპირობებს ხოლმე ალბათ რომანტიზაციას, აი ამათი ურთიერთობებში რას ვხედავთ? ძალიან ბევრ უბრალოებას ვხედავთ, ხო? აი პირველყოფილობას რა. და ეს ადამიანებს ხშირად იზიდავს ხოლმე ეს უბრალოება. მაშინ როცა ის სხვა საზოგადოებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ის არის უფრო განვითარებული, ასე ვთქვათ, უფრო წინ წასული, ცივილიზებული. და გარემოებებმა რო აიძულოს ეს საზოგადოება თქვენი აზრით დაემსგავსება იმას. აი ეს დემოკრატია რომ მოუწიოთ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მაგ საზოგადოებაშიც. ხო, მაგის საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით თუ ეგ საზოგადოება არის აი განვითარებული, იმ თავის ხედვაში ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული, ის მოძებნის თვითგადარჩენის სხვა გზებს და ეს გზები იქნება უფრო ინოვაციური გზები. სხვა მეთოდს მოძებნის რა. აი, ეხა იგივე მსოფლიო იმაშიც რო ვთქვათ, პოლიტიკა და ისე რო შევხედოთ. აი, ვიღაცა იმპერიალისტია, ვიღაცა არ არის. ეხა იმპერიალისტი ძალაუფლებისთვის ყველა იბრძვის. უბრალოდ სხვადასხვა ხერხებით იბრძვიან და ასეთი ტერმინიც კი არსებობს პოლიტოლოგიაში, არის hard power, უხეში ძალა, აი უფრო პირველყოფილური ხისტი, რომელმაც აი არის, უნდა მოკიდოს და აგიღოს და ისე. და ვიღაცები სხვანაირად აკეთებენ ამას, სხვა მეთოდებით, უფრო ინოვაციური მეთოდებით. და მაგ საზოგადოებას სხვა განზომილება აქვს კიდევ გახსნილი რა. და ის მაფიოზური სტრუქტურა და ხედვა და კიდევ ერთხელ შეიძლება მასეთი იყოს, რავი, ყველაფერი სახელმწიფოც და ასე შემდეგ, არის უფრო ველური, უფრო პირველყოფილი, მარტივი, პრიმიტივი და თავის პრიმიტივში რაღაცნაირად კეთილი და გულუბრყვილოც არის.